მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ვიწყებთ გადაცემას ახალი პარადიგმა. მე მისი სამყარო თენ გოლმანიძე გახლავართ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენი სტუმარი იქნება პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიცსაბჭოს წევრი ქალბატონი ნატა არღვლიანი, ვისთან ერთადაც ვისაუბრებთ მნიშვნელოვან თემებზე. მოგესალმებით ქალბატონი ნატა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მინდა დავიწყოთ საუბარი ბრიუსელიდან გაკეთებული გზავნილით, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ეს გახლავთ ბატონი კარლ ბილდტი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი რა იყო? ყოფილი პრემიერ-მინისტრი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე. ამ ბატონმა გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ ვის თვლიან საქართველოში ლეგიტიმურ პრეზიდენტად. საინტერესო იქნება თვითონ ამ განცხადების და ამ დამოკიდებულების შეფასება, სხვა შორის გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მოვესწარით იმ დღესაც პერეფრას გავაკეთებ ამ შემთხვევაში 33 წლის თავზე დამოუკიდებლობის სხვები კვლავ ფიქრობენ ჩვენთვის ნამესტნიკის დანიშვნაზეო. რამდენად ეთანხმებით თქვენ ამ შეფასებას და რამდენად ზოგადად ნორმალურია, როდესაც გვეუბნებიან, რომ ბრიუსელში ან თუნდაც რომელიმე სხვა ქვეყანაში არ აქვს ამას მნიშვნელობა, მათ უნდა გადაწყვიტონ ვინ იქნება საქართველოში რეალური მმართველი. იცით რა, მოგესალმებით ბატონო თენ კიდევ ერთხელ, მივესალმოთ თქვენს მაყურებელს. მოხარული ვარ ლამის ერთი თვე არ ყოფილვარ თქვენს გადაცემაში რაღაცა დაემთხვა საათიანზე ვიყავი სულ. მომენატრა თქვენი მაყურებელიც და დღეს ვფიქრობ, კარგი გადაცემა გვექნება. ახლა შევახსენებ მაყურებელს, რომ არ გამოგჩეს, რომ გადაცემის მეორე ნაწილში გვექნება აუცილებლად ინტერაქტივი, თქვენ შეძლებთ დაარეკოთ პირდაპირ ეთერში და თქვენი მოსაზრება გითხრათ ან ქალბატონ ნატას დაუსვათ შეკითხვა. შეგვიძლია ისაუბროთ. დავიწყოთ. როგორ წარმოგიდგენიათ იმის აღიარება, რასაც ეს ბატონი შვედეთიდან ბრძანებული ბრძანებს საქართველოში, რომ თურმე ევროკავშირმა და ბრიუსელმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოში ვინ იქნება პრეზიდენტი. აი, ხედავ დირექტივები საიდან მოდის. ეხლა როგორ წარმოგიდგენთ ის ბრბო, ვინც აქ დგას. აგერ პირდაპირ აღიარა ბრიუსელიდან მე ვკარნახო, ვინ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტიო და ისინი ამათ არ მართავენ? რა საკვირველია მართავენ? სწორედ ამათი დირექტივებიდან გამომდინარე არიან ესენი ასე დიდგლუზე რომ არიან და მოდიან შეტევაზე და მოდიან ყველანაირ როგორ თქვა ვაბანკზე მოდიან ოღონ საქართველოს მთავრობა ჩამოიშალოს და საქართველოს რამენაირად იწვნიოს ის 9 წლიანი წნეხის მთავრობა ისევ. წარმოგიდგენიათ? მათ უნდათ ისევი მნაცების, მკვლელების, კაცების გამაუპატიურებლების, კაცების მომპარავების, ქონების წამორთმევების, რეკეტების, ქვეყნის გამყიდველების უკან დაბრუნება. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ეს საქართველოში რომ მოხდეს? ეს არის იმდენად დახურული თემა და იმდენად წყალს გატანებული, იმდენად განუმეორებელი, არასოდეს არ მოხდება თენგო ეს საქართველოში. არასოდეს მიუხედავად იმისა, რამდენი ევროკავშირის წარმომადგენელი არ უნდა გამოვიდეს აი ამ ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან. ჩვენთვის ის თქვენი მაღალი ტრიბუნა, ის თქვენი ბრიუსელის ტრიბუნა არის 0 პლინტუს დაბლა. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და ჩვენ წყვიტავთ საქართველოს ბედს. და არა თქვენ სატანის მსახურო ევროპის ევროპარლამენტარებო. არ გვაინტერესებს თქვენი აზრი. ჩვენი არჩეული მთავრობის მიერ იქნა არჩეული დღეს ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც დარჩა 4 დღე ინაუგურაციამდე. მივესალმებით ყავილაშვილის გაპრეზიდენტებას. ეს უკაცრავად კუდიანი ქალბატონი რომ მოგვაშოროს იმ სასახლე თავისი რო გონია თავიანთი NGO-ებიანად რა. ესენი უნდა მოვიშოროთ თენგო. მაგაზე და 29 წუთზე ზოგადად ვცლათ მინდა რომ ვისაუბროთ, თუმცა აი მანამდე მე მართლა მაქვს ეს შეკითხვა რომ რაც მოვისმინეთ, აი ეხლა ამ ბატონის განცხადება, ეს ხო არის პირდაპირ გზავნილი, პირდაპირ ნათქვამი ყოველგვარი შეფარული ტექსტის გარეშე, რომ დიახ, ჩვენ უნდა ვწყვიტავდეთ მან ვინ გინდათ, რომ ვინ უნდა იყოს თქვენი მმართველი. დავიჯერო ქართულ საზოგადოებაში თქვენ ფიქრობთ, რომ არის მართლა სეგმენტი, რომელიც მხარს უჭერს ასეთი ტიპის განცხადებებს და ვერ ხედავს ეს რას ნიშნავს. რა საკვირველია, ყველა ნაციეს 4 პარტია როა, ოპოზიციური პარტია ვითომ 4-ად რო დაიყვნენ, არა და ერთი ნაციონალური პარტია რო არიან ეს ამოსაგდები, ქვეყნის ამომგდებები და გამანადგურებლები. რას იძახიან ესე, რასაც გვეტყვის ევროკავშირი, გავაკეთებთ იმას. გვეტყვი ან ცალფეხზე დადექი, დავდგებით გვეტყვი ან ყირაზე დადექი და ელისაშვილმა მაგალითს გვაჩვენა ხო, ყირაზე როგორ გადადიოდა. აი ეს მოცემულობა უნდათ მაგ. ჩვენთვის მიუღებელია ეს. ჩვენ ვართ 1,100,000 ამომრჩეველი ჩვენი მთავრობის. თქვენ
როგორც კი გაყალბდა არჩევნები რო იცით, ალბათ თქვენ გააყალბეთ. თქვენ ნაცებმა გააყალბეთ 800.000 თქვენ მხარდამჭერი ყავდეთ. თქვენ ვინ გაგაჩერებთ? სად არის ის 800.000 ხალხი? სად არის ის 800.000? ძალიან საინტერესოა, ხო? იმიტომაც ვერაჩენ იმ თავიანთ გაყალბებულს გამოგეკავენ მაშინ. იმიტომ რომ ძალიან ბევრია კოჰაბიტირებული ნაცი და არაკოჰაბიტირებული, ვინც ამად დაუჭერდა ფარულად თუ არაფარულად, შეგნებულად თუ შეუგნებლად. ბევრი იყო ასეთი თენგო და ვაღიაროთ. ჩვენს ყავს ასეთი ახლობლებშიც, ნაცნობებშიც, მეზობლებშიც, სამწუხაროდ ძალიან გული მტკივა, სამწუხაროდ აი ამ რეალობის წინ დგავართ, აი სულ 5 დღე დაგვრჩა რა, რომ დავასრულებთ აი ამას. აი აქ გადაწყდება მთლიანად დასავლეთ. რატომღაც გონიათ რომ ჩვენ არა ვართ სუვერენული სახელმწიფო. დებით ჩვენ ვართ ზუსტად სუვერენული მართლმადიდებლური სახელმწიფო, რომელსაც ქვია საქართველო. საქართველო უპირველეს ყოვლისა არის ჩვენი დევიზი, ჩვენი ქართველების დევიზი და არა ევროპა და საფეხზე დგომა. ეს არ იქნება. აი ამიტომ ბატონს და შოლცებს და მოლცებს იმიტომ აქვს დიდი გული, რომ ჩვენ ქვეშემდგომები ვგონი ვართ მათი, ჩვენ კოლონია ვგონი ვართ მათი და აგვითვისეს როგორც თავიანთი კოლონია. მიხვდით, ისინი თავიანთ ოპოზიციონერებს ასუკეთებენ, ხო ხტებით? სასამართლოში გადაცეს ახლა შოლცის ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ხო? იმიტომ რომ მას არ ქონდეს არჩევნებში მიღების უფლება. რატომ? შოლცმა მიიღო 6%. გაცილებით მეტი და 5 ჯერ მეტი აიღო იმ ოპოზიციური პარტიამ და ამიტომაც წარმოიდგინეთ ამიტომაც კი ამიტომაც მიდიან ვაბანკზე ხდა სასამართლო ძალით უნდათ რომ შოლცის მხარემ გაიმარჯვოს. ეს არის დემოკრატია. ამას ღაღადეთ თქვენ ქვეყნის გაყიდველებო. ანალოგიურია საფრანგეთში. ანალოგიური ხო? ემანუელ მაკრონს აქვს ლეგიტიმაცია, ან ლეგიტიმურად ხალხს უნდა მის მოსახლეობას? არა. მანაც წააგო არჩევნებში და მარინ ლე პენს რას ეუბნებიან? დაგიჭერთო. შენ რუსეთთანო ქონდაო კომუნიკაცია 2015-ში, 2006-ში წლები რაღაც ამოწიეს, რაღაც ახლა თუ დაურეკია, ეს თურმე დანაშაული ყოფილა და აი ამ რაღაც სრულ ბრალდებებით ეგრე რო იტყვიან, ეს ტერორისტი ევროპელები, თქვენ ხართ ტერორისტი. ბინ ლადენზე უარესები ხართ თქვენ. თქვენ რომელ დემოკრატიას ეძახით საერთოდ? რომელ დემოკრატიას ეძახით? დასავლეთის დემოკრატია არის დამსხვრეული მითი. არანაირი დემოკრატია თქვენთან არ იყო, არ არის, არც არასოდეს არ იქნება. ეს არის ფაშიზმი, ნაციზმი, რასაც თქვენ უკეთებთ თქვენს ევროკავშირის ლიდერებს და ჩვენ მათ შორის თქვენ კოლონიად რო აღვით საქართველოს. ჩვენთან არ გაგივათ ეს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქართველები, ღვთისკურთხეულიერი ვართ, ჩვენთან ეს ამათ არ გაუვათ. პლუს აი განსაკუთრებით ალბათ ხაზგასმით აღსანიშნავი არის რუმინეთის შემთხვევა მაგალითი, სადაც არ უპრეცედენტო რამე მოხდა, რომ სასამართლომ, საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა არჩევნების შედეგები, ანუ ხალხი მივიდა დაუჭირა მხარი კონკრეტულ კანდიდატს და ვინაიდან ის არ იყო სისტემური კანდიდატი და ის იყო ზუსტადაც აი რაღაც ხალხის ინტერესების გამომხატველი ძალის წარმომადგენელი არ კონტროლდებოდა ბრიუსელიდან, საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანი ხა. ნუ ამ სტანდარტებზე როცა მიდის ახლა საუბარი რა დემოკრატიაზე მართლა ლაპარაკი ამაზე ხომ უნდა დემოკრატია ბატონო თენგო მათთან ფურცელზეც აღარ დარჩა. არანაირი არჩევნები და იქ ეს ყველაფერი თურმე დემოკრატიული გარედან შემოტანილი ხმებით გაამარჯვებინეს. რა შემოიტანეს კაცმა არ იცის კიდე რა შემოიტანეს ის ხმები. ან კონტროლდება? ჩვენ გვაქვს ესეთი რამე კანონმდებლობაში რომ ჩვენ შეგვიძლია ეს ჩვენი არჩეული ხმები როგორც ელექტრონულად ისე ესე გადავამოწმოთ. ეს არ არის ამერიკაში. ეს არ არის ევროპაში. არავინ არ შეიგიმოწმობს ეს ხელით, არავინ არ დაგიწყოს. და თქვენ წარმოიდგინეთ, ამდენ მატყუარებს, ამდენ ცბიერებს და ქვეყნის მოღალატეებს, როგორ შეუძლიათ იმის დასტური, რომ არჩევნები გაყავდა. მოიტანე მაშინ თუ გაყავდა, ჩვენ ხო შეგვიძლია დავითვალოთ. მოიტანე თუ გაყავდა. არა აქვს ფაქტი. ერთი არგუმენტი როგორ შეიძლება ვერ მოიტანო ადამიანმა, თუ კი მართლა გაყავდა. 17 ხმაო მისაო ერთმა პირადობა, ერთი პირადობით არის 17 ხმა მიცემული. მოიტანეთ ის პირადობა, ის ერთი პირადობა მოიტანეთ. ვერ მოიტანეთ. მესამე დღეს ჩვენ გვაქვს აქ სქემები გავშიფრეთ და ნოდარა მელაძე რო დარბოდა რაღაც თავის თავიანთ სქემებს ამბობდა, თავიანთ სქემებს. რაღაცა სქემები გვაქვს და აი დავდებთ ამ ყველაფერს და სამ დღეში დავდებთ ამ სად არის აი მტკიცებულებები? ამაში მოვყვები ბატონო თენგო, რომ ალბათ იმ 800 კაცი, თითო კაცი 17 აძლევდა ხმას და სადაც ნაცები ყავდათ კოჰაბიტირებული თავმჯდომარეები ალბათ გაგიტარეთ. ამაში მოვყვებით და ეს რო აღმოიფხრება და ამას რო ყველა ნახავს თქვენ რაც გააკეთეთ, იმიტომაც არ გინდა თქვენ იმის გამოაშკარავება. თქვენ 200.000 დაგიჭერთ ხართ, 100.000 დაგიჭერთ ხართ. აი თქვენ სულ ხართ ეს 10.000, 8.000, 3.000, 3.000, всё.
აი ყოველ მეორე დღე რაც არის. ეგ საინტერესო საკითხია, კაპიტონად ამ თემაზე მინდოდა ზუსტად გადავსულიყავი. აი იმ ფონზე, როდესაც უაღრესად პოლარიზებულია საზოგადოება და როგორც ერთი ისე მეორე მხარის განან ადამიანები ნაწილი გულწრფელი, ნაწილი შეიძლება რაიმე სხვა ინტერესის გამო, აი მკვეთრი ხაზი, რასაც მე ვადევნებ თვალს და ვაკვირდები სოციალურ ქსელში, ეს არის ნაცმოძრაობის გარეცხვის მცდელობა. მე ბევრჯერ მოვისმინე ესეთი პოზიცია და ამუნათება აქვს ჩვენი ფლანგის და მხარის, რომ აი ამ ყველაფრის შემდეგ უკვე რა ნამუსით უნდა ამოვიღოთ ხმა თურმე სისხლიან 9 წელზე, რა ნამუსით უნდა ვილაპარაკოთ 7 ნოემბერზე, 26 მაისზე, როდესაც რა ეხლა უცნება ნაკლებს შვება და ატრიალებენ რაღაც აი ამ სპეცრაზმის მოქმედების კადრებს, რომლებიც მათი აზრით არის აი იმისი ამსახველი, რომ როგორც სასტიკად იქცევა სპეცდანიშნულების რაზმი იქცეოდა თურმე ეს ერთ-ორ დღეზე აქვს საუბარი. მე მინდა უბრალოდ მაყურებელს შევთავაზოთ და ვაჩვენოთ ალბათ თქვენთვის საინტერესო იქნება. თვითონ მომიტინგეების მხრიდან ჩადენილი პირდაპირ დანაშაულები შეგვიძლია ამას დავარქვათ, თუმცა ამ შემთხვევაში აი გაფანტულად შეიძლება ბევრს კონდეს ნანახი, მაგრამ აი ესე აკინზული სახით, ქრონოლოგიურად მათ შორის დალაგებული. ძალიან დიდი მადლობა ამ კოლაჟისთვის, თქვენ გვაქვთ ასეთი კოლაჟი. რასაც ჩვენ ხედავდით, საინტერესო იქნება შევთავაზოთ მაყურებელს და თქვენი პოზიციაც მაინტერესებს. მე თქვენთან ერთად უყურებ და მადლობა ამ კოლაჟისთვის. ეს ავტომობილს ეს არის ყველა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინც ადგილზე იმყოფებოდა, გვიყვება, რომ შეუძლებელი იყოს ეს ხდება ამ წუთებში რუსთაველზე, თქვენ ხედავთ თუ კურსის მიუხედავად საზოგადოების წევრები მაინც ორიენტირებულები აი ეს ხდებოდა რუსთაველის გამზირზე აქციის პირველ რამდენიმე დღეს ალბათ, აი პირველი 3-4 დღე როცა იყო ყველაზე უფრო მეტად კრიტიკული, საზოგადოებას აქვს ხოლმე ქალბატონ ნატალია რაღაცა პატარა მეხსიერება და აი დღეს რო უყურებენ პირობითად იქ ხორუმის ცეკვას, რაღაც სხვა მსგავს სცენებს, რომელიც რა თქმა უნდა ეს წინასწარ დადგმული და გათვლილი არის, თვალი ჭამს და მაღაზია გათვლილი იქ ყველაფერი. რაღაცა ქმნიან ახლა ასოციაციას, რომ თითქოს ეს იყოს სრულიად მშვიდობიანი აქციები. ეს ხდებოდა პირველ დღეებში, ხო, აქციის. ეს ხო ყველა ჩვენი თვალით ვნახეთ და რას გვეუბნება ეს ხალხი, რომ აი ამაზე რეაგირება პოლიციას არ უნდა კონდეს? ეს არის ბატონო თენგო, ფრანკლინის კლუბი. რო ატრენინგებდნენ იმაში, ილიაუნში და ის მასტერკლასებს ვინც უტარებთ ის ლექტორები, რომ გაუშვეს, ეს თქვენი ბრალი არ არის მთავრობის შინავნიკებო? შედეგი არის ეს, ვინ იზარალა სახელმწიფომ, ვინ იზარალა თითოეულმა მოქალაქემ და ვის სიცოცხლეზე გავიდა ჩვენი ღირსეული პოლიციელების სიცოცხლეზე. რამდენი პოლიციელია დაშავებული? პოლიციელს მეტი ოპერაცია აქვს ჩატარებული, ვიდრე თქვენ აქ იმის დროს დაჭერის დროს რაღაც ჭყლეტაში რომ მოყევით ცირბილში და 1-2 თუ მოგითაქეს იმის გამო თუ მოგხვდა თქვენივე მოქნეული ეს რო ისროლეთ პიროტექნიკას რო ისროლეთ და თქვენივე ნასროლი რომ მოგხვდა თქვენივე აქციონერს ის თუ მოხდა კლინიკაში და ამაზე აქვს პროტესტი აი სისხლიანით რომელი არის ესენი არიან მშვიდობიანი აქციის მომწყობები? ესენი არიან მშვიდობიანი აქციონერები? ან ესენი არიან მომიტინგეები, ბავშვებს რო წინაყენებდნენ და ბავშვი რო ისო და მოლოტოვის კოქტეილს? ეს არის
მშვიდობიანი აქცია და რა პირით გამოდის ეს ურცხვი ინგა გრიგოლია, რომელსაც გუშინ დაუდეს მასალა, როგორ ამბობდა, რომ ყველგან იმის სურათებია გაყრული, რა მკვლელი და რა სადიზმი იყო 9 წლის მანძილზე სააკაშვილის მხრიდან, რა ფაქტებია, ყველაფერი გაყრულია, მთელი ქალაქი მოიცვა ამ ფირებმაო. დღეს მაგათხარეს როგორ დღეხარ შეურცხვო, სულ გაყიდულო და ფულის მონა. კუჭის ოპერაცია კი არა, ტვინის ოპერაცია უნდა გაგეკეთებინა, რომ მახსოვრობა აგედგინა. შეერთ უჯრედიანო, რა გეშველებათ ამ ფულის გამო ესე სულს როგორ ყიდით ხალხო, როგორ არ გწხვენიათ. ან რა მოიგონეს ეხლა ბატონო თენგო, რა მოიგონეს? მე როგორც ნახევრად სვანი, ნახევრად მეგრელი. სვანურადაც უნდა მოგმართო და შეგარცხვინო ჩემო სვანებო, პინციკი დეკი და ტვინი გაქვს გამორეცხილი და მეგრელებსაც უნდა მოგმართოთ. შეარქვეს სვანური მარში, მეგრული მარში, გურულების მარში, რაჭველების მარში, გამორეცხილების მარში, ისტორიული ჰერეთის მარში, ეგეც არქვეს და რო გადახედავ ამათ მარს, ერთი და იგივე ხალხია სხვადასხვა გაბაში. წარმოგიდგენიათ? წინ უდგათ 2-3 ადამიანი და დანარჩენი უკან სულ ერთი და იგივე ხალხი. სამედიცინო სფეროს მარში. თქვენ უღირსო მედპერსონალებო. ჰიპოკრატეს ფიცი რას გეუბნება? სააკაშვილს დაუდექიო და გამოიყვანები ივამ, ეს გითხრა? ეს იყო ჰიპოკრატეს ფიცში? თქვენ უღირსებო. თქვენ მაინც ხო იცით ციხიდან რამდენი მკვდარი გამოყავდა თქვენი კაპორმებით თვითონ ოპერაციის დაგეღუპა და თქვენ უღირსებო. ნაცფაშისტო ჯალათებო. როგორ დგეხართ გამყიდველების გვერდით, ქვეყნის მოღალატეების გვერდით, ჩვენი ეკლესიის მიწაში ჩამდების გვერდით, როგორ დგეხართ ჩვენი ქართული ხალხის გამანადგურების გვერდით, არ გწხვენიათ? ეხლა მეგრლებს მინდა მივმართ. მარგალი მუგ გაღალეს ონჯღორე ვაიჩქნა თქვა. გვერდ სამარგალო დოთხორეს შუროს ყვალებ ხოლე ვაიჩქნა, კომონჯი ვაიჩქნა სტოდეთ ხორნადო. თქვა ონჯღორე ვაიჩქნა და გვირაბებს მეუნდე თქვანს ყვალებ ვარდუოთინა. თქვან ჯიმალებ ვარდუოთნა, ონჯღორე ვაიჩქნანებო. რამ გადაგრია ჩემო მეგრელებო, რამ? როგორ აძლევთ ნაცფაშისტებს ხმას? როგორ დგეხართ? და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს ერთი ყრუ ერთუჯრედიანი მეგრელი მეუა ბაბა უჩა მეუ ბაბა და დირულე სიმეუ სი ლაგუა სი მეუ უჩა ვიშ დირულე ონჯღორე ვაიჩქნო მისრე ელაურე გვერდით სამარცხვინოა ძალიან დიდი ბოდიში რომ დიალექტით ვაუბრობ ეხლა მეგრულად მაგრამ ჩემს სვანებსაც მინდა მიმართო კინჩხის მუქვიცან შონარხით კინჩხის მუქვიცან ясхасма შონერე მუდგარეცახან ლირდე ясхасма მინატო არღლიან ჭმდაგრნი ეჯღაიდე დემღათხვიგნერაც ახან აფასო ჟანხვით არ დახა მადი იმჟის თუ არ დახ გიშგელას სკაიმჟი ხეგნით ალ ნაციონალერს იმჟი ხეგნით დემეჯიშ კურხა მუდგარახით მაგ ეჯარცახან яс ეჯარძიცხონე ქართველარსი ნიშკერთხებს შკვირი კინჩხის მუქვიცანხით სამარცხვინოები ხართ სვანებო შემარცხვენილი სვანებისა მე ხო ხავხა ისკე ფაყს იფაყ მეგნეს ჩის ეჯაცახან განღეჭუ მეგნეს აი ეს თქვენ მეხი დაეცეს ყველა სვანს და იმ ქუდის დამხურავს რომელზეც უფლის ჯვარია გამოსახული უღმერთოების გვერდში დამდგომით ნახევარი სვანეთი ციხეში რო ვერ გატეხეს სვანები ციხეში მოკალით და დაუმარხავი შვილები ყავთ სვანებს ცინდელიანის ფონზე გირგულიანის ფონზე სვანები როგორ დგებით ნაცების გვერდზე ჩემთვის ძალიან დიდი პატივსაცემი ადამიანი იყო ერთი იმას არ დავასახელებ ეხლა ძალიან გული მტკივა ნაცების გვერდით როგორ შეიძლება იყოს ეს ადამიანი როგორ შეიძლება რომელმაც იცის რაც ხდებოდა 9 წელიწადში აფარცებს გვარი ამოწყვიტეს ან თქვენი დეიდაშვილი არ იყო ნაცსავი არ იყო მამიდაშვილი არავინ არ იყო თქვენ ისე არ დაგენანათ ის ოჯახი რო ამოწყვიტეს რა სვანური მარში რა მიქიანი ვინახარ შენ მიქიანი საიდან მოხვედი რა სიმოძღვრები აქვს სვანების სახელით თქვენ უსაუბროთ სვანების სახელით სვანები გაცილებით მეტნი ვართ ვიდრე თქვენი სულ გაყიდულები არ გწხვენიათ რომელ ევროპას მიღაღადებ გათხოვილ როც მიყვები თქვენ გათხოვილი როთი გინდათ გეი პროპაგანდისტები გინდათ ეკლესიაზე უარესთქველი გინდათ ეს ხომ არ არის სვანები ჯგირაგო ხაშით გუშკეშვანარს თქვენ ღმერთმა გაქცეთ საკადრისი პასუხი თქვენ სამარცხვინო სვანებო უღირსები ასე გეხებათ ყველას ეხა გურულად ვერ ვისაუბრე და ვერც კახელებს გითხრეს გვარამია უკაცრავად და მოგისაქმათ
თქვენს ღვინოში და დღეს გვერდით უდგახართ გვარამიას აქ ცხვენიათ კახელებო გამოფხიზლდით საერთოდ რა გამოფხიზლდით როგორ შეიძლება ძალიან სახელოვნად გასცა პასუხი მაგათ არჩევნებზე და კახეთიდან წამოსული ხმები ვიცი გასაგებია მაგრამ გვერდში ხო უდგა კახელო ჩემო კახეთო ხო ყვირია ის რა რა გვარია ის უშიკიშვილი ის ბეყე უშიკიშვილი ბზიკის დაგმენს რო გავხარ შევ სამარცხინო დადექი და იმღერე რა შენ საქმეს მიხედე ან ეს კულტურული ხალხი კულტურამ გადაარჩინა კულტურამ გადახვრიტა მთელი ის რა ქვია იცი თქვენ და სტალინს აწერენ ყველაფერს თქვენნაირი მოღალატეები იყვნენ იქ სწორედ ეს კულტურულები ვითომ რომ იგაჩნიათ თქვენნაირი მოღალატეები აი სწორედ ის კულტურული იყოს ზურაბიშვილის მშობლები რომ გაიპარნენ და საქართველოს ამოწყვეტაში რომ მიუძღვით ხელი ქართველების გაწყვეტაში რომ მიუძღვით ხელი სწორედ ეს არიან ესენი არიან ეს კულტურულები როგორ შეიძლება ხელოვნების იმის დაპატიმრება ციხეში-როზის პიროტექნიკას რო იზრდა მაშინ არ იყო კულტურის წარმომადგენელი რა უნდა მსახიობ დადექით იაჩი იცეკვე იმღერე სპექტაკლი დადგე რა გინდა შენ რა საქმეს გატრიალებას რო უწყობ ქვეყანას ვინ ხარ შენ ბოლო ამოვიდნენ ყელში მართლა იძახიან ჩვენ არ დგებართ ნაცების გვერდით ვითომ ეს ჩვენ არ დგებართ გეის გვერდით ყველას თავისი ცხოვრება შემირცხვენია თავს ლაფი დავასხი იმ კაცს ვისაც გვერდით უკაცრავად და არ მინდა ეს სიბინძურე რო თქვა მაგრამ გათხოვილი კაცი და ცოლმოყვანილი გოგო უდგას იქ ქალი უდგას გვერდზე ისინი თავიანთ საქმიანობდნენ და შენ დროშა გეკეთოს წინ ევროპისკენ კი არა შენ არ ვიცი წინ საით უნდა გაიხედო რომ გონება გაგინათდეს მე არ მაინტერესებს ევროპა მინდაო და ისინი რა ყველას თავისი ცხოვრება აქვს მე რა იმ უღირსებთან რო დგიხარ შენ სიმაც ცხოვრები გინდა იცხოვრო როგორ შეიძლება ეხა მე როგორ შეიძლება მყავდეს უკაცრავა და ლესბოსელი ქალი აი როგორ შეიძლება მე მყავდეს ან გეი მეგობარი მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ახარ შენ ხომ ესია როგორ შეიძლება ამ გარეწრებთან დგომა და ევროპას ითხოვ ევროპას უნდი ხარ შეუპატრონო უნდი ხარ შენ ასეთი უღირსი ასეთი მართული 20 წელი სრულად გამოიყენეს ამ ანგლოსაქსებმა ქართველი ბავშვები წმინის გამოსაერთხად სრულად გამოიყენეს სრულად ეს ხო გამოჩნდა არა მხოლოდ განათლების სისტემაში ალბათ საგარეო სისტემაში საერთოდ რომ რა საკეთებდნენ ეს ელჩები რა საკეთებდა დიპკორპუსი მთელი ამდენი ხანი რომ 30 წელი პარტნიორები ვეძახდით ამ დასავლეთს და დღეს ისე გვაქვს ურთიერთობა რომ ასანქცირებენ ჩვენ ქვეყანას ეხა არ არის არც არადას არ იყვნენ ჩვენი პარტნიორები. კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ ამაში ჭირდება ხო ქვეყანას დიპლომატიური სამსახური, რომ ესეთი რისკები დააზღვიო. შეიძლება გულზედია არ გეხატებოდეს, მაგრამ დიპლომატია ამისთვის არის საჭირო. იგივე განათლების სისტემაში რაც ხდება, აღმოჩნდა, რომ განათლების სისტემა თავიდან ბოლომდე არის სახელმწიფოს წინააღმდეგ. რასაკვირველია განათლების სისტემა. არა მარტო ის, რომ თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და მართლა ორჯერ რა წაკითხulis გააზრებაში რომ 70% თურმე ბავშვების უჭირს წაკითხული და ნაზრის გამოტანა. წდახს ვერ არჩევენ ბავშვები წდაშოს ვერ არჩევენ. არა მხოლოდ ის რომ საკუთარ რომელიაო ხო წინ რო აქვს მუცელი თუ უკან. კი, მესმის და ჩვენ ვართ თაობა მაგალითად რომელიც მართლა გავიზარდეთ ისეთ სკოლებში ვსწავლობდით ხო 95 წელს შევედი მე სკოლაში ხო წარმოგიდგენიათ რა იყო პარკეტებს წვავდით იმით ვთვებოდით ბავშვები რომ არ გავყინულიყავით. აი ესეთ პირობებში ბევრად უფრო შემიძლია თამამად თქვა რომ სწავლის ბევრად მაღალი ხარისხი იყო ჩვენ დროს სკოლებში აი დანგრეულ და გაუბედურებულ ქვეყნებში ვიდრე დღეს და ხედავთ რაც არის ამ ყველაფრის შედეგი. Როგორ ფიქრობთ ხელისუფლებისთვის თუ არის ეს დანახული, გააზრებული და თუ ხდება ხელისუფლება რომ აღარ შეიძლება ესე გაგრძელება. უნდა ველოდოთ თუ არა მართლა სისტემურ ცვლილებებს ამათი მხრიდან თუ მაინც უნდა კონდეს იმისი ასე ვთქვათ ის მოსაზრება რომ ეს ყველაფერი ისევ თამაშია, ისევ რაღაცაზე უნდა შეთანხმდნენ და ისევ ეს ნაცკოცური დაპირისპირებას გვაყურებინო ნამდვილი ხანი. ძალიან კარგი შეკითხვა ბატონო, მადლობა თქვენ ამ შეკითხვით და ძალიან მინდა ხელისუფლება ცოტა შემოვაჯანჯღარო რომ იტყვეს მკაცრად უთხრა რა. სწორედ თქვენი ბრალია ეს კოჰაბიტაცია დღეს თუ შეგეძლოთ ეს ხმის ამოღება აქამდე შეიძლებოდა იმაში რა ქვია იმის ბიჭები რომ დააპატიმრეთ LGBT პრაიდზე რომ კონსერვატორი ბიჭები დააპატიმრეთ ჩვენ ბიჭებისთვის დაგეჭირათ ხარ რომ გეთქვათ ქართულ ღირსებას იცავდნენ ის ბიჭები დღეს თუ შეგიძლიათ ამის გაკეთება 5 წლის უკან რა გიშლიდათ ხელს რაგიშიდათ, მაგრამ ვერ იღებდით მას, არ იყო ნება თქვენგანაც. ალბათ მთლად ესე თუ ვაბანგზე წავიდოდა ევროპა, ეს არ გეგონათ. ეხლა იმის არგუმენტად მოყვანა, რომ იცით რა, ეს სააკაშვილმა გაყიდა 2007 წელს, იმას კერძო მე პატრონი ყავს, მაგალითად თქვათ, მაღაროს ბიჭებზე მაქვს ეხლა საუბარი. მაღაროს ბიჭები, სადღაც ალბათ დროში რო არ ავსწე, სადღაც 1 წლის წინ 8 თვის, 10 თვის უკან აპროტესტებდნენ რუსთაველზე თავიანთ აი ამ გაუსაძლის პირობებს.
ჩვენი ქართველი მშრომელი ხალხი, მაღაროელები, რომლებიც თქვენთან იყვნენ და გიპროტესტებდნენ თქვენ, მე მათთან მივედი და გამოვედი და ვთხოვე. ახალგაზრდებო, მშრომელებო, პატიოსნებო, თქვენ უნდა დაფასდეთ, მაგრამ აქ კი არ უნდა გააპროტესტოთ, პარლამენტთან თავრობას კი არ უნდა მოთხოვოთ. ის თქვენი მაღაროს ტერიტორია, სადაც თქვენ ყველა ოჯახს ლამის იმას ფუნდამენტს უთხრით და სახლები ყირაყირაზე იქცევა და ზოგი ნასვამი ხალხი მორმოში ვარდება, რომელსაც ინვესტორი თხრის და მერე არავსებს. იმათ უნდა გაუპროტესტოთ, ვისიც არის ეს თქვენი ტერიტორია მეთქი. ვისია ეს ტერიტორიები? ესენი არის ყველა ევროპელების, არც ერთი, შეიძლება დირექტორებად ყავთ იმ ეშმაკებს და სატანის მოციქულებს დანიშნული, მაგრამ არც ერთი მაღაროს მეპატრონე არც ერთი არ არის ქართველი. ესენი არიან ევროპელები. და ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ბიჭებო, თქვენ გესაუბრებით მაღაროელებს, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ევროპელები იყვნენ თქვენი უფროსები, მაღაროეს უფროსები და NGO-ები, რომლებიც მათგან არიან დაფინანსებული, თქვენს ინტერესს დაიცავენ? არც ერთი ის NGO-ები, ვინც თქვენ გარს გეხმიათ, თქვენი მხარდამჭერი არა. თქვენი მხარდამჭერი იცით ვინ არის? ჩვენი სანაუბრალო, ქართველი ერი. შრომელი ხალხი, რომელსაც უნდა წარმატებული, გამწყინებული, გაერთიანებული და სუვერენული საქართველო. თქვენ უნდა იყო დაფასებული, უნდა გქონდეთ მაღალკალორიული კვება, უნდა გქონდეთ საუკეთესო პაკეტი დაზღვევის. ესე კი არა ნაწილ-ნაწილ რო გიხდიან რაღაცებს და რო გიტყუებენ და სათაგურებით რო გაძლევენ რაღაცას მოუგდებენ და ამით გაჩუმდებიან საწყალი მეშახტეები, მაღაროელები და ესე იტყვით, ესე არა. ჩვენ დაგიდგებით თქვენ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაუპროტესტებთ ნამდვილად მაღაროს პატრონს, რომელიც სააკაშვილო მიყიდა 2007, 2008, 2009 წლებში. ეს ამ მთავრობას პრივატიზებული მაქვს, იმ კაცმა ჩემიო და რასაც მინდა ვიზავ. ხვდებით, სამ უნდა გააპროტესტოთ? ამ მთავრობის ბრალი არა, მაგრამ შეიძლებოდა მე ახლა მთავრობას რას ვთხოვ? შეიძლებოდა 12 წლის მანძილზე მიგიღოთ რაღაც ისეთი კანონი, რომელიც იმათ კონფისკაციას დაექვემდებარებოდა ამ ქონების და საქართველოს ბუნებრივი რესურსი არ იყიდება. არ შეიძლება ეს კანონი მიიღოთ, ანტიდისკრიმინაციული კანონი სწრაფ-სწრაფად მიიღეთ, გზა ევროპისკენ სწრაფ-სწრაფად მიიღეთ, გზა ნატოშიო სწრაფ-სწრაფად მიიღეთ, კონსტიტუციაში შეიტანეთ ეს. კონსტიტუციაში თქვენ ეს დიდი ტვირთი გადებთ ქართველი ჯიმის ხალხის. არ შეიძლება კონსტიტუციას ესე აუგად მოექცეთ, როგორც თქვენ მოეკეცით. მთავრობის ოცნების მთავრობის წარმომადგენლებს გეუბნებით ამას. გავიგე ძალიან დიდი წეხის ქვეშ იყავით, მაგრამ როგორც დღეს გაბედულად გეხართ და არაფერს არ პატიობთ, თქვენ იყავით ისევის როგორც დღეს ხართ ვაჟკაცურად და ქართული სულით შემართებით. მან ტრიბუნაზე თქვენ იყავით 12 წლის უკანაც, 10 წლის უკანაც, 9 წლის უკანაც და მაშინვე შეგეძლოთ თქვენი ღირსება, მაშინვე დაგეცვათ. მაგრამ გეიმედებოდა და დღესაც იძახით წინ მშვიდობიან და ღირსებით ევროპაშიო. ღირსებით არ მიგიღებენ და არც არასდროს არ მიგიყვებენ. იქ უღირსი ქართველები სჭირდება, თორე ღირსეული ქართველი არავის არ უნდა. აი ეს მოცემულობაა დღეს. მართალი ბრძანდებით და აი ეს არის საკითხი, აი ხშირად მაგ ხოლმე საუბარი, რა გააკეთა რუსეთმა მაგალითად და რა დაგვიშავა ამერიკამ რა 30 წლის განმავლობაში დასავლეთი არის საქართველოს სუვერენიტეტის საფრთხე და ამასობაში თან აყენებენ ესე საკითხს, რომ ამერიკამ რა დაგვიშავა, მაგრამ აი რუსეთმა რა გაგვიკეთა, რატო შეიძლება რომ დაუშვათ, აქ არ არის სიმპათიაზე და ანტიპათიაზე, ხო ალბათ საუბარი, ლაპარაკი არის უბრალოდ ობიექტურ შეფასებაზე, აი ამ მოცემულობის 30 წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ გვაქვს ვიღაცის პარტნიორობის იმედი აქ მართლა არ არის. აი, მაგათი გამონათქვამია, ხო, არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესიო და ნამდვილად ასეა, არც ამერიკელები მეზიზღება, კაცო, არც ევროპელები მეზიზღება და ყველას თავის ქვეყანაში გაუმარჯოს, მაგრამ ხო 30 წელი რომ პარტნიორობთ ერთმანეთთან და მე მაგ შენი იმედი რომ შენგან უნდა მივიღო რაღაც, ხო? პარტნიორობას მეტი რა თმინდა აბა პარტნიორობა და 30 წელი აი სილამაზის სალონის იქით რომ ამ ქვეყანაში ამერიკული არაფერი არ გახსნილა ამდენი ხანია ვერანაირად რომ ვერ უზრუნველყოფს ამ ქვეყნის უსაფრთხოებას, ეს მაქვს მე პრობლემა იმ დასავლეთთან პირველ რიგში, თორე კი ბატონო, კარგი ხალხია, გაუმარჯოს ღმერთმა, მაგრამ მე რაში მადგება, ხო ეს ყველაფერი, აი ამისი აღქმა არა აქვს ალბათ საზოგადოების იმ ნაწილს ყოველ შემთხვევაში, ვინც დღეს ქუჩაშია გავარდნილი და მე მიმტკიცებს, რომ იცი რა კარგია ბრიუსელში ცხოვრება, იცი რა კარგია და გერმანია როგორ ზრუნავს მის მოქალაქე, გავიგე, ძალიან კარგი 10 იმდენი ზრუნოს ღმერთმაქნას, მაგრამ აი მე რა მაგითი, მე რა მემატება. ჩვენ არაფერი. არის ეს ჰენრი კისინჯერი, ვინც თქვა ამერიკაზე. ამერიკასა მტრობა საშიშიაო, მაგრამ მეგობრობაო სასიკვდილო. ამერიკა არასოდეს არავის მეგობარი არ არის. ამერიკა თვითონ არის ინგლისელების შეგირდი. ასე უწოდებენ მას ამერიკას.
ამერიკა თქვენ რა გონიათ რუსეთზე მეტი თორე ნაკლები სისხლი აქვს ამერიკას? სად აღმოცენდა ამერიკა? ცარიელი იყო ეს ადგილი? სად წავიდა ეს 90 მილიონი ხალხი? სად წავიდა? სად მოიტანა ამერიკა? სადაც ფეხი დადგა? დავიწყოთ ამერიკის ტერიტორიიდან, გაწყვიტა ინდიელები. გაწყვიტა კოსოვოს მოსახლეობა. თვითონ რო თავისი ატომური ისინი დააყენოს 78 დღე ბომბავდა, ხო? დღეს აღმოცენდა კოსოვო. აი, ასეთი ქვეყანა, რომელმაც რა გააკეთა ავღანეთში, რა გააკეთა ლიბიაში. ლიბიაში აი ლამის ბენზინი უფასოდ იყო, სამედიცინო სფერო უფასოდ იყო, სწავლა უფასოდ იყო, ბავშვები იბადებოდა, იმხელა თანხებს აძლევდნენ, ცოლის მოყვანაზე უდიდესი თანხები იყო, სახლის შეძენაზე ახალდაოჯახებულებს თანხებს აძლევდნენ. დღეს როგორ ცხოვრობს ლიბიის მოსახლეობა, როცა ამერიკა შევიდა იმის მერე? როგორ ცხოვრობს დღეს ლიბიის მოსახლეობა? გაუსაძლის სიღარიბეში ცხოვრობს. აი ეს არის ამერიკის კვალი. სად შევიდა ერთი ამერიკა მაჩვენეთ და სად არის მშვიდობა? ერთი ქვეყანა ვინც ოპოზიციაში ხართ ეხლა ეს ნაცფაშისტები დამისახელეთ ერთი ქვეყანა სადაც ამერიკა დემოკრატიას ღაღადებს, მშვიდობას ღაღადებს და სადმე არის ამ დემოკრატია, ამ მშვიდობა არ არსებობს დედამიწის ზურგზე ასეთი ქვეყანა. და რუსეთმა ძალიან ბევრს მისცა ეს მშვიდობიანი ცხოვრების საშუალება, ძალიან ბევრს. ძალიან ბევრს. სხვათა შორის დღეს გერმანელებიც იმაშვებიან, ცალკე რო ვიყავით რუსეთთან ისო ფერგე და გედერი რო იყო, მაშინ უფრო კარგად ცხოვრობდით, ვიდრე დღეს ამ გაერთიანებულთან. ძალიან ბევრი იმის, რა ქვია, ევროპის ქვეყანა ფარულად თუ არაფარულად უკვე ღიად აფიქსირებს რუსეთთან სანქციების დანაშაულს. ჩვენ გვაიძულეს, რომ სანქციებს მოაწერეთ ხელი, თორე ჩვენ სანქციები არ გვინდოდაო. ჩვენ სანქციებს იძულებული ვიყავით, რადგან ევროპის ქვეყანა, ამიტომ მოვაწერეთ ხელი სანქციებს. აქედან გამომდინარე ხა რა გამოდის? აიძულებდა ამერიკა ყველა ევროპის ქვეყანას დაესანქცირებდა რუსეთის. რა მივიღეთ რეალობაში? გაძლიერებული მილიარდები, რამოდენიმე ასეულთ მილიარდებით გამდიდრებული რუსეთი. რუსეთი ისევ ის არის, ისევ ძირჟავა არის, რაც იყო. რუსეთი არ შეცვლილა. უბრალოდ ამერიკელებმა იმდენჯერ მოატყუეს, უკვე სხვა გამოსავალი რო არ აქვს, უკვე იცავენ იმას, რაც მათი იყო. და სიახლოვეს უკვე რომ მოუშვეს აგერ ფინეთში, აგერ უკრაინა მოინდომეს ეხლა ფინეთი ხო იმას ქნეს მიიერთეს თავისთვის და იქ შეიყვანეს ნატოში, პრიბალტიკის ქვეყნები შეიყვანეს ნატოში. ანუ მოდიან რუსეთის სიახლოვეს რომ რამენაირად ბჟეჟინსკის გეგმა ამოქმედდეს. არ გამოვა ეს. არ გამოვა რუსეთმა გამოიღვიძა. აღარ არის გორბაჩოვის დრო, აღარ არის ელცინის დრო. პუტინი ეხლა რომელიც თქვენ შიშის დარს გწემთ. ოქსფორდის ლექტორი რას ამბობს? პუტინი არის დღეს ნომერ პირველი ადამიანი მსოფლიოში, როგორც პოლიტიკოსი, ნომერ პირველი ადამიანი, რომელსაც თავის ქვეყანა უყვარს. და ბაიდენი არის ადამიანი, რომელსაც ამერიკა დაანგრია და დააქციაო. დღეს რო შეთანხმდნენ პუტინს დაურეკა, იმას ზელენსკიმ დაურეკა ტრამპს და ტრამპმა რა უთხრა? დაელაპარაკეო, შენო არალეგიტიმური პრეზიდენტი ხარ, დაელაპარაკებო ლეგიტიმური პრეზიდენტიო, პუტინსო და ომი უნდა დამთავრდესო. ეხლა სად მიდიხართ ნაცებო? სად მიდიხართ ეხლა? რა გეშველებათ? ჰა? აღარ არის ბაიდენი თქვენი ის ჯო, ძინარა ჯო. როგორც თავარი ამბები ჯერ კიდევ წინ გვაქვს და ალბათ იანვრის თვე თებერვლის თვე განსაკუთრებით დატვირთული იქნება ესეთი სიახლეებით. ფაქტი არის, რომ არსებობს მოლოდინი, რომ რაიმე ფორმით ეს უნდა შეჩერდეს. რაც მთავარი ამ მოლოდინს ქმნის თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, ახალი ადმინისტრაცია, რომელიც უნდა ჩაუდგეს სათავეში ქვეყნის მართვას. აქ უბრალოდ საინტერესო არის აი საქართველოს კონტექსტში თქვენი აზრით უნდა ველოდოთ რაიმე ტიპის ცვლილებებს. მე მაგალითად გულწრფელი ვიქნები, როდესაც ქართული ოცნების ასე ვთქვათ ოფიციალური კურსი არის, რომ აი 20 იანვრის მერე რაღაც იცვლება ისეთი დრამატულ ცვლილებების მოლოდინს რო ქმნიან საზოგადოებაში. მე ვიქნებოდი ფრთხილად ესეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ არ მაქვს იმისი მოლოდინი, რომ აი 21 იანვრიდან ყველანი ამოვისუნთქებთ და დავისვენებთ და არ არის საჭირო აი ესეთი ტიპის რაღაცა ჩემი აზრით არასწორი მოლოდინების შექმნა ხალხისთვის მტკიცებით ფორმაში. რამდენად უნდა გქონდეს თქვენი აზრით იმის ილუზია, რომ თუნდაც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში დასავლეთი იქნება როგორ ეძახიან ესენი ღირსეული პარტნიორი საქართველოში. ამას რა ტრამპის ან ბაიდენის პირადი შეხედულებები განსაზღვრავს თუ ის რომ რეალურად არ ვართ ჩვენი ნახევარსფეროზე, სადაც ამერიკას აქვს ინტერესი და ჩვენ ვართ უბრალოდ ამ ინტერესის მიღმა დარჩენილი სახელმწიფო. ეს ხომ უნდა დავინახოთ. იცით რა არის ტრამპის მოსვლით ახლა საქართველოში რომ აი ჩვენი მხარდამჭერი არისო, კი ბატონო ოჯახის ინსტიტუტში კი ბატონო.
ამ სქესი რომ 2-ია და 90 არა და ძაღლით შეიძლება იყოს ადამიანიო რო იწაყენ, ეს იქნება კატეგორიულად მიუღებელი და დასჯად იქნება ტრამვა ეს თქვა. მე პირველ რიგში რომ მოვალ არანაირი 9 სქესი არ არსებობს, არსებობს 2 სქესი, ქალი და მამაკაცი. და ეს თუ უნდა გადაკეთება ბიჭა და გადაკეთება ქალ, ეს არ იქნება. ძალიან კარგი ეს თუ არ იქნება, მე მივესალმები ამას, მაგრამ რო თქვა ეხლა რომ მას ჩვენთან ინტერესები რა კარგია რომ საქართველოს კარგად იცხოვრებს და აი ეხლა ჩვენ მთელი ღამე აღძნოს საქართველოს სუვერენიტეტი აღდგეს და ეს თურქული ლობი არ იყოს და ამერიკული ლობი არ იყოს, ეგრე არ იქნება. ეხლა მათ ჩვენ რო ჩინეთთან ურთიერთობას ვალაგებთ, ამერიკას რაზეა საუბარი ეხლა არა მგონია ტრამპი ჯერ არ მოსულა, არა რასაკვირველია. არა რასაკვირველი მათ თავიანთი ინტერესები აქვთ ეხლა ანაკლიის სპორტზე და აგერ ჯერ არ მოსულა და პანამაზე უკვე პრეტენზიები აქვს. ხო აფრთხილებს უკვე პანამაზე. კი, უკვე რომ ეგრე არ გამოვა სირიაზე ეხლა რა ხდება? სირიიდან რუსეთი ისე რომ ეს კაცი რო გავიდა ასადის რეჟიმი რო გავიდა, ხა როგორ წარმოგვიდგენიათ რომ დამთავრდა რუსებმა არაფერი არ იმასეს და მორჩა? რა მოილაპარაკეს, რატო გავიდა ესე მშვიდად, ესე წყნარად? იქ რუსული იარაღი ხო იყო, იქ რუსული ბაზა ხო იყო, რუსული. ესე იგი რა მოილაპარაკეს? ეხლა კატარიდან გამოსული ნავთობი თურქეთში მივა, ჩერეს თურქეთი მერე გავა, უკაცრავად თურქეთის გავლით გავა მერე ევროპაში და რუსეთი აფსაიჩი რო რჩება, რუსეთი ამაზე ხმას არ იღებს? ეგრეა? ეგრე არ არის. რაღაცაზე შეტანხმდნენ. რუსეთ რომ არ დომებოდა, იქიდან მას ვერავინ ვერ გაიყო და არც ის ასათი არ გამოიქცეოდა. ეხლა დღეს ტერორისტული აქტები რო ხდება, რატო ხდება? რუსები ისე მშვიდად გავლენ, რაღაცაზე აუცილებლად შეთანხმდნენ, რომ კავკასია იქნება ქვეყნის გადანაწილება, სოფლიო გადანაწილება, ლიბერალიზმის დასასრულით დაიწყება. და ჩვენ მოხვდებით იქ, სადაც ვიყავით და იქ, სადაც ვართ. ჩვენ არა ვართ ევროპის ქვეყანა, არა ვართ ნატოში გაწევრიანება, საერთოდ დაივიწყეთ. არანაირი ნატო. რა ნატო, რა კონსტიტუციაში შეტანა. ეს არის აბსურდის თემა, მეტი არაფერი. კი ბატონო, მინდა შევეხოთ კიდევ ერთ საკითხს, ეს არის უშუალოდ მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე საკითხი ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის. ეს არის ბიზნესის ბულინგის, ბიზნესის აი ამ დამუნათების თემა, რასაც ბოლო დღეებში ისაკაწერო იმაშვება. ვუყურეთ, კი, ეს სამარცხვინო. უბრალოდ რამდენად შეიძლება ეს თუნდაც მათი გაგები დემოკრატიულ სტანდარტში იჯდებოდეს, რომ ბიზნესმენს, მეწარმეს, ადამიანს, რომელიც ქმნის, უნდა ქმნიდეს ყოველ შემთხვევაში დოლარს ქვეყანაში, ეკონომიკას, აიძულებ, რომ შენი ბიზნესი გააჩერე, იმიტომ რომ მე მინდა რომ აქციაზე გამოხვიდე და აი ხდება ამ მიმართულებით ბულინგი და თან რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ აბრალებენ, რომ ეს არისო ხალხიო, რომლებიცაცო რუსეთთანო ურთიერთობებიო არ ეუხერხულებათო, აი ზუსტად ამ ფორმულირებით იყო ნათქვამი და დღეს მათ შორის სამთავრობო მედიამ გაავრცელა იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც აქციებზე დარბიან დღეს, რა მოგებებს ნახულობენ რუსეთიდან. საუბარი არის ათეულობით კომპანიაზე, რომლებსაც ათეულობით მილიონი შემოსავალი აქვს რუსეთიდან, Coca-Cola მაგალითად და ჭყონია ჩვენ გვეუბნება რომ რაღაცა რუსეთ მე მეძახის რუსეთუმეს საერთოდ არ ვიცი არა ვარ პირობითად და გავრცელდა რუსული მედია ავრცელებს მათ შორის კადრებს რომ პუტინის კაბინეტში ქართული წარმოების Coca-Cola როგორ დევს მაგალითად. აი ხა სირცხვილი არ არის და ის ხალხი რომელიც მერე გამოვა ჩვენ შემოგხვდა და ჩვენ დაგვიზახებს თქვენ ახართ რუსეთუმეებიო და ჭყონიასთან ერთად გავაკ ჩვენ პრაგმატულად საუბრობ და რეალურ სურათს ვამბობ და რუსეთუმეები ნამდვილად არა ვარ. ჩვენ ვართ საქართველოს ინტერესების დამცველები, საქართველოს ინტერესების დამცველები. ჩვენი სიცოცხლის ფასადაც კი თქვენსავით ფეხზე მდგომები, ცალფეხზე მდგომები არა ვართ და ყირაზე გადამცემები. ნამდვილად ესეა, კი. და ეხლა იმას პრეზიდენტს რო აქ იმედი რომ მე ევროპა მიშველისო, ქართველი ხალხი თუ არ დაგიდგება გვერდით, 9 ევროპა ვერ გიშველის. ვერანაირი ევროპა ვერ გიშველის. იმის რა ქვია, გარეწარი ეკაბესელიას იმედი გაქვს, რომელმაც ფოთი ოცნების დროს შეჭამა და ჯიბეში ჩაიდო, გარეწარი ეკაბესელიას იმედი გაქვს. მათი ადვოკატების დღეს ადვოკატების წკრივი რომ შემწკრივდნენ და შელაგდნენ ორბელიანის სასახლეში და ფიცროდებდნენ რომ აი ჩვენ არ გიღალატებთო, შეგარეწარო, შენ არ აქებდი, შენ რო სააკაშვილს და მათ სექტას აქებდი, აი ეგეთი უნდა, აქებდი კი არა, აგინებდი, ეგეთი უნდა და დღეს მაგად ვერჩი და მაგათ იმაში როგორ ახარ, მაგათ ნავში როგორ ზიხარ. რამდენი ურცხვები ხარ, გედევან ფოფხაძე. ერთი შაიკას უყოლა, საიდან მოყვედით ამდენი ურჯულო და ფულზე სულ გაყიდულები. აი რა ვთქვა, არ ვიცი. პირდაპირ სამარცხვინო, აი ვინც იმის რა ქვია. აი ეს არის კოჰაბიტაციის შედეგი რა. თინა ყიდაშელი არ იყო ოცნების დროს თავდაცვის მინისტრი, რომელმაც დააქცია და დაანგრია თავდაცვა. რა უნდოდა ამ რა ვთქვა, აი უცხო ქვეყნის მსახურს, აგენტს, სოროსის აგენტს, რა უნდოდა
საქართველოს თავდაცვის ministrად. აი წარმოგიდგენიათ, როგორ გაანიავს და როგორ ჩაახედეს უცხოელი აგენტები მან თავდაცვის სამინისტროში, აი როგორ შეიძლებოდა თინა ხიდაშვილის თავდაცვის ministrობა. Როგორ შეიძლებოდა? ეს საინტერესო არის, მე მახსოვს მათ შორის ადამიანები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებს უწოდებდნენ, რომ ეს იყო საკადრო შეცდომები, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ეხა შეიძლება მართლაც ეს გავატაროთ იმ ჭრილში, რომ აი კოაბიტაციის დროს, რომელიც თუ ეს მართლა იყო რაღაც თავსმოხვეული დასავლეთის მხრიდან და სხვა გზა არ იყო, როგორ ჩანს რავი მართლა ასეთ თანამდებობის პირებსაც მათ შორის ალჩოები ნიშნავდნენ ამ ქვეყანაში. უსუფაშვილი, ყავდათ? არ არის ოცნება ეს თქვენი სირცხვილი, აბა ჩემი სირცხვილია ნატა არღლიანის. ჩემი სირცხვილია რომ ხარი დაგიჭირეთ. კი, ამაში მე დამნაშავე ვარ და ბოდიშს მოვხდი საზოგადოებას. უსუფაშვილი როგორ უნდა ყოლოდათ ამერიკის და ევროპის აგენტი პარლამენტის თავმჯდომარედ, ჰა? რა არის კაც მართლა სირცხვილი აღარ არსებობს? რა კოჰაბიტაცია არის კოჰაბიტაცია? კოჰაბიტაციის გარშე თქვენ ვერ მოხვიდეთ იქ მთავრობაში თუ რა? აღარავის აღარ უნდა ნაცები და რა საჭირო იყო ეს კოჰაბიტაცია მოგეწყოთ საქართველოს მტრები დაგეჯინათ პარლამენტის თავმჯდომარედ, თავდაცვის ministrად, საგარეო საქმეთა ministrად, რა ვიცი რომელი ერთი ჩამოთვალო. იმ კაცმა ვეღარ გაუზდა გული გაუსხდა გენერალური პროკურორი კვილაშვილი, იმდენ რაღაცა სიბინძურეს იმაშვებოდნენ. თქვენ არ ხართ ის ხალხი? ხო ხართ კაცო თქვენის ხალხი. ეხლა კიდე რა ბატონო, აი, სანამ იქნება ინტერაქტივი 5 წუთში ჩაერთვება, მანამდე მინდოდა კიდევ ერთ საკითხს შევხვებოდი, ეს არის აი საპირისპირო მხარეს მდგომი ხალხი, პირობითად ჩვენი ფლანგი. ხო, საერთოდ ძალიან ცუდია უბრალოდ აი ამ ფლანგს სიტყვას გამოვიყენებ როგორც სამუშაო ტერმინად, თორე ძალიან ცუდია ფლანგებად, მხარეებად, ბარიერს იქით და აქეთ მდგომი ხალხი დაყოფა საზოგადოების, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ეგეთი პოლარიზებული ვითარება გვაქვს. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა ამ ქვეყნის თუმცა გასაკვირველია ვარ. ფაქტია რომ ვართ პასიურ მდგომარეობაში, ხო, გარკვეულწილად. აი ეს რო ავხსნათ რა არის ასეთ დროს ჩვენი ვალი, ჩვენი ფუნქცია და რას უნდა მოვერიდოთ პირიქით. გეტყვით, ძალიან კარგი შეკითხვაა, ბატონო თენგო და ჩვენ უნდა მოვერიდოთ პირველ რიგში სამოქალაქო ომს, რაზეც გვიწვევენ ესენი. ჩვენ სამოქალაქო ომით მივიღებთ ქვეყნის გაჩანაგებას და არაფერ კარგს. არაფერ კარგს, სამოქალაქო ომი რას მოგცემს? რას მოგცემს, მაგრამ მივყავართ იქამდე. იქამდე მივყავართ ამ ფაშისტებს, ამ დაფინანსებულ სოროსის მონებს, რომ რამენაირად ეს ქართველი ხალხი, რომელიც ჯერ დუმს და ყველანაირ კოლაფს ქალაქში ეგუება ომშვიდობით, ჩამთავრდეს და ეს 29 წავიდეს, ეს კუდიანი ქალბატონი წავიდეს საქართველოს დატოვოს თავის საფრანგეთში წავიდეს და კრუასანები მიირთვას. აი იმას ელოდება ქართველი ხალხი, რომ არანაირად არ გვინდა არეულობა და დესტაბილიზაცია ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. თორე ჩვენ ჩუმად კი არა ვარ და განა მოგვწონს ეს თქვენი არეულობები და 20 კაცით რომ დაგულაობთ იქ რუსთაველიდან იმანზე რა ქვია თავისუფლებას მეტრომდე. ეს ჩვენ კი არ მოგვწონს, მაგრამ ჩვენს ადამიანობას, ჩვენს იდენტობას, ჩვენს ღირებულებებს ვუფრთხილდებით, რომ თქვენს გამო ჩვენი საქართველო არ დაზიანდეს. გასაგებია? თორე თუ გამოვედით სამოქალაქო ომი ტერს არ უსურვებ არავის სამოქალაქო ომს საქართველოში. ნამდვილად არ მინდა სამოქალაქო ომი საქართველოში რა. ნამდვილად მინდა ეს 29 დეკემბერი მშვიდობიანად ჩავიდეს და მშვიდობიანად დატოვოს ეს პოსტი მან როგორც კი შედგება იმის რა ქვია ყაველაშვილის უკვე პარლამენტში მიღება და ის ფიც დადებს საქართველოს კონსტიტუციაზე რომ იქნება ერისა და საქართველოს მსახური და არა დასავლეთის მსახური როგორც ყავს და ყავდა და არც ერთი პრეზიდენტი არ გამოგვადგა აი ამ ბოლოს ამ იმაში რა ქვია ბოლო 2 წელში ყველა მოღალატე გამოდგა ქართველი ხალხის მსახური უნდა იყოს საქართველო ჩვენ საქართველოს მსახური უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი ქართველი მოსახლეობის უპირველეს ყოვლისა და საქართველოში მაცხოვრებლი ყველა ეროვნებისა გასაგებია და არა ევროპისა და არ არის იმის შვედეთის პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი საქართველოს პრეზიდენტი ვინ იქნება არა არავის გადასაწყვეტი არ არის ეს ვინც არ უნდა იყოს გინდა შვედეთის იყოს და გინდა ამერიკის პრემიერ-მინისტრი და გინდა საფრანგეთი და გინდა ინგლისი არა გამოლოდინები გვაქვს აი 29 რიცხვიდან პარალელურად ხო რეჟისორსაც რა უკვე გამოჩნდეს ნომერი და ალბათ საზოგადოებასთანაც ეს შეკითხვა მექნებოდა აი რა მოლოდინი უნდა კონდეს 29 დეკემბრიდან ველოდებით თუ არა რომ შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი კიდევ აი როგორც კულმინაცია პროცესის. კი, ვფიქრობ კი. იცით რატომ? მათ ამ 29 იმას რა ქვია დეკემბერს მათ აქვთ ესე ჩაფიქრებული რომ რამენაირად კანვასის ჯაჭვი იმას ქნან რა და ყველა ქალაქში ჯაჭვით
ხელჩაკიდებულები თითოეული იმის რა ქვია ნაცმოქალაქეები და ხელში რა გეჭირებათ ედი გაშალეთ ხელი დოლარები რამდენიც გექნებათ ხელში დოლარები თქვენ ხო უფლოდ არ სტარტად ხართ ეხლა ეგ გათქვა დაფინანსებული არ ხართ თქვენ სულ ყველანი ხართ დაფინანსებულები აქციაზე ვინც გამოდიხართ და იქ კანვასის ჯაჭში ვინც იქნებით იმათ ალბათ უფრო მეტი გექნებათ რა ქვია ანაზღაურება ეს საკმაოდ დიდი ისაა რომ ანუ უნდათ რომ მასშტაბურად მოიცვან ყველა ქალაქები საქართველოს ყველა ქალაქები ანუ ექნება დიდი ორგანიზება ხო აქვთ ამას აანონსებენ ბატონმა გვარამიან ბრძანა იმის რა ქვია გეების პრეზიდენტმა გარეწარმა რომ ჩვენო ვფიქრობთო ნახე ხალხს როგორ ატყუებენ სამოქალაქო საზოგადოება იმას კი არ ეუბნებიან რომ სამოქალაქო საზოგადოებაში არიან დაფინანსებული NGO-ები დაფინანსებული NGO-ები ეს სამოქალაქო საზოგადოება ხალხო იცით სამოქალაქო საზოგადოება არ გეგონათ ქართველი ხალხისგან შემდგარი უბრალო მუშა ხალხი არა უბრალო პატიოსანი ხალხი არ არის ესენი არიან დაფინანსებული ბურჭულაძესნაირი ცალფეხზე მდგომი ხალხი NGO-ები იგულისხმობდა მან NGO-ების შემოვალთო საელჩოების დაგვიდგებიანო გვერდითო საელჩოს წარმომადგენელი არ ვიცი ელცია საუბარი თუ საელჩოს თანამშრომლზეა საუბარი და ჩვენ 4-ვე პარტია ვნახოთ რამდენი პარტია დაუდგება ამ წყალწაღებულ ხალხს ეკიდებოდა იმ ვაი პრეზიდენტს პაღიჟანკას და ვნახოთ რომელი საელჩოს წარმომადგენელი რომელი ელჩი დაუდგება გვერდით მე ვთვლი თუ რომელიმე ელჩი გაბედავს ჩვენი სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ წასვლას და ჩვენი პრეზიდენტის არ აღიარებას ყაველაშვილის და ანულირებული ყალგასული პრეზიდენტის გვერდით დგომას ის საელჩოს წარმომადგენელი იქნება თუ ელჩი იქნება უნდა დაითხოვოთ საქართველოსდან ეს არის ბატონ ნატალია ბევრი მაყურებელი გვიკავშირდება როგორც რეჟისორი მეუბნება მოდით შემოვიყვანოთ პირველი მაყურებელი გამარჯობა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ საინტერესოა თქვენი მოსაზრება რას ფიქრობთ წინ 29 რიცხვია როგორი მოლოდინები გექნებოდათ ამ დღესთან დაკავშირებით ბატონო მოგესალმებით ბატონო მადლობა რომ გვირეკავთ ისე ძალიან ნომერი თავრობა ყავს ამდენი ელჩები ამდენისა რომელიც საგვარეულო საქმეთა მინისტრი ყავს დაიბარონ ეს ელჩები ეს შეიცარეს ელჩი ვიღარი ვერ გავიგე ყველა ჩვენ გადაგვიერა ევროპა რაკი აი ევროპა რა არის ევროპა ახლა მეტყვი ეს საზღვრები იარო ხალხმა თუ უნდა რატო არ გაუგეთია რა გამოუგეთიათ მერე ეს არის აი კამპიუტერების კამანი რომ მიიღეს რა შედეგი მიიღეს დავამიტარი დაიწაჯავინე შედეგი არის ნამდვილად შედეგი არის ის რომ მათ გრანტები აღარ ექნებათ სავარაუდოდ ყოველ შემთხვევაში მოცულობით და ამოცულობითაც აქამდე ქონდა. ამიტომ ხო ამოქმედებული ყო შემოდგომიდან ამოქმედა რამე გააკეთეს არაფერი. ამოქმედა როგორ არა? ამოქმედა ის თანხები როგორიც მათთან მილიონები მოდიოდნენ. სამწუხაროდ ისე ჩვენ და საბედნიერო და მათაც სამწუხაროდ ისე თავისუფლად ვერ შემოდის აღურიცხავად ეს უკვე აღრიცხვაზეა ის თანხები რაც კი საზღვარგარეთიდან შემოდის ყველა ბანკში უკვე გეხმარებით კი აი ახლა ვინც ფული გადმოგვიდეს ხავითომ რა ხარ ისე პირდაპირ იძახენ იმათ მიცემოს და მისცეს და ეგ არის კი ბატონო მადლობა დიდი მადლობა თქვენი ზარისთვის რეჟისორს თუ გველოდება მაყურებელი შემოვიყვანოთ მეორე ზარიც კი ბატონო არის ხაზზე მაყურებელი როგორც მათხოვინებენ და საინტერესოა მოვისმინოთ მისი პოზიცია გამარჯობათ გისმენთ თუ შეიძლება შეგიძლიათ ისაუბროთ პირდაპირ ეთერში ხართ შეკითხვა ხომ არ გექნებათ ან თქვენი მოსაზრება მოგვახსენეთ ისაუბრეთ ეთერში ხართ გისმენთ სამწუხაროდ როგორც ჩანს არ ისმის მაყურებელს ეს სავარაუდოდ იმის ბრალია რომ ჩემი მრავალი მოწოდების მიუხედავად არ უწევენ ხოლმე ტელეეკრანს და ეს ქმნის შემდეგ უკვე კავშირის დროს პრობლემას და კარგი იქნება თუ ჩაუწევთ ეკრანს ტელეფონიდან გაიგებთ ხმას შეგიძლიათ ისაუბროთ პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ მე მგონი აღდგა კავშირი და შეგიძლიათ ისაუბროთ ალო გამარჯობა ბატონო გისმენთ ეთერში ხართ გამარჯობა ჩვენ გენაცვალეთ ორივე დიდი მადლობა ჩვენ გენაცვალეთ ჩვენ ხართ ნამდვილი საქართველოს შვილები ჩვენ გეხუძუნეთ ვიდეო დილოთავს აღარწერ დიდი მადლობა ბატონო დიდი მადლობა შენ გოგონა გოგო კი არა
მოდის ისანთან და ვასკაცი ხარ, ვასკაცი. გაიხარეთ, მადლობა. შვიდი თავობა მყავს, გამოჩვილი, შვიდი. შვიდი თავობა მყავს, გამოჩვილი, გურიდან გაწუხებ. გაიხარეთ ბატონო, გაიხარეთ. გურულებაო, ასეო. გურული არ იქნებოდა. კი ბატონო, ამაზე ვსაუბრობდით, სწორედ რომ აი არქმევენ ამ მარშებს. დიდი მადლობა ბატონო, დიდი მადლობა ზარისთვის. პირველ რიგში სხვა შორის პირველი არ არის ეს ბატონი, რომელიც ამბობს, რომ თქვენს პრინციპში იგივე თქვით, რომ აი მართლა სამარცხვინოა ხო ის ხალხი, ერთ და იგივე ხალხი დადეს, დაფინანსებული ერთ და იგივე ხალხი. მაგრამ ერთი-ორი გამოერევა ისე როგორც აიმშთა მეგრელებს. ის ყაბალახიანი ქალბატონი გურულია, აბა ვინ არის სამარცხვინო ქალბატონი რო დაყვება ამათ. კი ბატონო. ისევ ზარი გვაქვს ეთერში, მოდით შემოვიყვანოთ მაყურებელი. გვერდმა დაგლოცოთ. გამარჯობა, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ, შეიძლება ისაო. გამარჯობა ქალბატონო. გამარჯობა. ამ გარეწარმა ბილკი რომ შვედეთიდან ბრძანებებს იძლევა სააკაშვილის დროს საქართველოსთან 20 მილიონი წაიღო ყოველ ჩამოსვლაზე ძაღლთა პირი მაკეინს 5 მილიონი მიქონდა და ახლა დააფინანსებს მაგის ფონდი გარეწარს ოპოზიციას ქვეყნის გადატრიალებისთვის. თემურ ჩხეიძის ქალიშვილი მსახიობით სახელი დამავისმა გათახსირებული ინგა გრიგოლიას გადაცემაში ზის და ამბობს მდუმარე აქცია იყო ესე იგი გავგივილი როცა გადაწეს ამ გარეწრებმა მთელი რუსთაველი და შეარჩხვინა მამამისის სახელი თემურ ჩხეიძის ქალიშვილზე ამბობს ინგა გრიგოლიას ვეუბნები. ბევრმა დააგწყვიტა გული, კი ბატონო. ხო, ინგა გრიგოლიას ვეუბნები, მოგენატა რაც საგანი შეკთხარა სააკაშვილმა და გენატრება ალბათ ისევ და ფული აიღე და ტელევიზიაში წადგილი. შენაირი გარეწრები და ნაძირლები უყურებენ შენ ტელევიზიას. მადლობთ. დიდი მადლობა. გაიხარეთ. როგორ იყო მშვიდობიანი და მდუმარი აქცია, როცა საკანონმდებლო ორგანოს 48 ოთახი გამოწვეს ამ უღირსება მოლოტოვის კოქტეილით და პიროტექნიკით. ეს იყო მდუმარი აქცია, თქვენ ურცხვებო. და კიდევ როგორ ბედავთ. ამათ რა გონიათ ეს პოლიტპატიმარი სიტყვა, ჰა? რამე თანამდებობა გონიათ ეს პოლიტპატიმარი? იცით გააზრებული გაქვთ პოლიტპატიმარია რო იცახით? 16-17 წლის ბავშვი 15 პოლიტპატიმარიო, რა პოლიტპატიმარი? რა გააკეთა, აბა? მოლოტოვის კოქტეილი რო ფრანგლინის კლუბში რო დაატრენინგეს და მოლოტოვის კოქტეილი რო ესროლა, ეს არის პოლიტპატიმარი? თქვენ უღირსებო. და ჩვენ პოლიციელებს საამაყო ვაჟკაცები რო ყავს, რომელმაც საქართველოს დაიცვეს და გადაარჩინეს ჩვენი მთავრობა და ჩვენი ქვეყანა გადატრიალებას და გადაბუგვას თქვენგან უღირსებისგან. ზარები გვაქვს კლავ შემოვიყვანოთ მაყურებელი. გამარჯობა, გისმენთ პირდაპირ ეთერში ვარ, შეგიძლიათ უწევდეთ. ტელევიზიაში ვარ. დიახ ბატონო, ეთერში რეკავთ. ერთი წუთით რა უნდა გითხრათ? დიახ. თქვენ თუ გაგიგიათ ასეთი ანდაზა, გიჟი ქორწილში შევიდა, ჩემს სახლს ესაჯობნებიაო. პატარა ვიყავი, ბავშვი ვიყავი და ამ ანდაზაზე ვღიზიანდებოდი ხოლმე, რო იტყოდნენ უფროსები და ბოლოს ეს ჩემი თვალით ავნახე. ქორწილი ქონდა მამიდაშვილს და გიჟი მოვიდა დადგა იქ კარებთან, აგრესიული არ იყო. მერე დაუძახეს ეს 500 კაციანი ქორწილები რო იყო პალატკებში და ფეჩი რო იდგა იმისი რა ქვია, სალიარკის ფეჩები და ნახევი რო ეხარა. ერთი სუფრა შეჭამა, მეორე მერე და პატარძლის სუფრასთან მივიდა, ტორტი მოუჭრეს, მერე პატარძალი გამატანეთ სახშიო. ევროპელები ვიტყობილა. ერთი კვირა იარა იმ გიჟმა იქ და ეს პალატკები დააწვირთინეს, შეაჭრევინეს. უხელი დასარეცხი იყო ის მეზობლები, ის ქალები რეცხავდნენ ყველაფერი და ბოლოს ერთი კვირის მერე გააგდეს იქიდან, ხო და ეს გიჟი მერე რო ჩავიარე, ბებია ჩემი მერე იქ სხვა უბანში ცხოვრობდა. თავის ნაირთან, ოღონდ ცოტა ინვალიდი იყო, ისევ თავის ნაირთან იჯდა იქა. აი ესია საქართველოს გიჟი ქორწილში შევიდაო, მაგათ გონიათ ევროპა ამათთვის არის. სავსებით გეთანხმებით ბატონო, აი ამას ვამბობდა, როგორ ჩადიან იქ და ამათ გონიათ ის ლამაზი სახლები და ყველაფერი ამათთვის. შენთვის აქვს აშენებული იქ ფრანგს და გერმანელს. აი ეს ვერ მოვიშორეთ. არ ვიცი ხანდახან მგონია ხოლმე ქალბატონო ნატარო ერთგვარად რაღაც გენეტიკურ თვისებად ხო არ გამოგვიმუშავდა ეგ რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს აი
საბჭოთა კავშირის დროსაც ეგრე იყო. მე თუ მკითხავთ, ეგრე იყო და მანამდეც რომ აი ეს პატარა დოტაციაზე იყო საქართველოს იღებდა 4ჯერ იმაზე 400%-იან დოტაციაზე, ანუ 4ჯერ იმაზე მეტ თანხას იღებდა მოსკოვიდან, ვიდრე თვითონ გამოიმუშავებდა და თვითონ შექონდა საბჭოთა კავშირი. აი ესე პარაზიტულად პირდაპირ შეგვიძლია თქვა იმათ რესურსებზე ვიჯექით და ამათ გონიათ ეხლა რომ აქ ევროპაშიც ეგრე იქნება და იქ ფრანგები და გერმანელები და ვაგინებთ რუსებს. კიდე იმათ ვაგინებთ და მოგწონს ეს გენო. სულ ეგრე ვიყავ და ირანის დროსაც ეგრე იყო კაცო იქ და სულ ეგ თვისება გვაგდა. ეხა ამათ გონიათ რომ ევროპაც არის ისეთი იმპერია რომ იქ ფრანგები და გერმანელები იმითო იმუშავებენ რომ მე ჩვენა კარგად ვიცხოვრობთ. კი მაგრამ მაგალითი ხო გვაქვს რომ ჩვენი ქართველები ჩაყავდა მონებათ უნდათ იქ. აი რანაირად გონიათ? აი რანაირად გონიათ ძალიან მაინტერესებს. რანაირად გონიათ როცა უყურებ რომ დედაშენი ბებიაშენი და ძმა თუ ვინც არიან იწასული მონებათ ყავთ. თავიანც მეც ვხდიან თქვენ ნაკლებს გიხდიან რანაირად მოგწონთ ხალხო რა ევროპა რისორება ქვეყნის დამაქცევარი თვითონ ჩამოიშალა ევროკავშირი აღარ იქნება აღარ დაიმახსოვრეთ და საქართველოს დარჩება აი ესე იმის ხმამ ღაღადებლისა ევროპისკენ შემოვიყვანოთ ისევ მაყურებელი ჩვენ არა ქართული მოქალაქეები გამარჯობათ გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ შეგიძლიათ ისაუბროთ გამარჯობა ხაზზე ხართ შეგიძლიათ ილაპარაკოთ ეთერში ხართ სამწუხაროდ გაითიშა ზარი და აგვიკავშირდება ალბათ ისევ მაყურებელი თუმცა ალბათ ამ შემთხვევაში ქალბატონო ნატა რა თემაზეც მინდა თან გადავიდეთ და პარალელურად ზარებით შემოვა აი ბარემ ყავს ზარი ისევ ეთერში შემოვიყვანო და შემდეგ დავსვავ ამ შეკითხვას გამარჯობა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ ისაუბრეთ საღამოშვიდობისა ბატონო თენგო საღამოშვიდობის გამარჯობათ მივესალმები ქალბატონ ნატას საღამოშვიდობისა მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა ჩემო ქართველებო როგორ მიყვარხართ როგორ უყურებთ თქვენს გადაცემას და გულდასმით უსმენ ყველაფერი ამას და ჩემი შენ გითხარიო აი მე რიგითი ქართველი გახლავართ და ჩემს სათქმელს ამბობ და გულზე მანავსავეთ მედობას სულ ყველაფერი ჩემო კარგებო როგორ მოუთმენლად ველოდები ყველა პარასკევს ვალერი კვარაცხელიას გადაცემას კი ბატონო ნამდვილად ხვალ ძალიან საინტერესო ეთერი იქნება თქვენ ამ ერის კაცებს და ყველაფერი არც თქვენ ამბობთ და თქვენ დიდი მადლობა გაიხარეთ მადლობა დიდი მადლობა თქვენ მიყვარხართ სულ ყველა გაიხარეთ შემოგევლოთ ჩემი დარჩენილი ახალგაზრდობა სულ ყველა დიდი მადლობა თქვენ გაიხარეთ დიდი მადლობა ბატონო ძალიან მახარებს ხოლმე ესეთი ზარები ბუნებრივია თუმცა ამასობაში მაყურებელს შეუძლია შეკითხვაც დასვას მოსაზრებაც გამოთქვას და ჩვენ ასე ვთქვათ მოგწეს მიმართულება რა მიმართულებით აინტერესებს მას ჩვენი საუბრის მოსმენა კაპიტანო ნატა კიდევ ერთი ზარი გვაქვს და ხო იცით რომ მაყურებელი ამ შემთხვევაში პრიორიტეტულია რომ არ ვალოდით დაუთმოთ ეთერი კვლავ მაყურებელს გამარჯობათ გისმენთ რაც შემოლებო აქ ენის რაც შეიძლება დღევანდელ მდგომარეობას გადარეკი բոլო თავრობის შეცდომებზე შეიძლება ალბათ საუბარი უამრავ შეცდომას დაუშვეს სამწუხაროდ აი რას გამოყოფდით თქვენ მაგალითად საინტერესოა გეთანხმებით სრულიად ახლა რას გამოყოფდით ბევრს ვერ ჩამოვთქვით ძალიან ბევრი მაგრამ ამ მიტინგებთან დაკავშირებით თქვენ მხოლოდ 3 წელიწადი აქ ადამიანების გარკვეული ჯგუფი 50 კაცია თუ 40 კაცია 3 წელიწადია სახელმწიფო გადატრიალებას ხელმძღვანელობენ და ცდილობენ ამ 3 წლის მანძილზე ამ ხელმძღვანელებს ამ რევოლუციურ და სახელმწიფო გადატრიალების ურველებს თმარ ჩამოვარდნიათ ეროიტუნის მეია ჩამოვარდნიათ თავიდან და დააპატიმრეს ვიღაც ერთ პატარა ახალგაზრდა ბიჭი ხულიგანი ბიჭი სამსამი დახარჯული ხულიგანი ბიჭი ამ 3 წლის მანძილზე ერეკას შეძლებულიშვილო ვიც ფულს ხარჯავდა ამ ახალგაზრდებს უასურებს იმას არ აპატიმრებდა იმას ნეიტრალიზებას არ უკეთებდა დაერია და ამ ახალგაზრდა ბავშვებს რომლებსაც ლების მანძილზე არანაირი ინფორმაცია არ მიგიცია და ასეთ გაუგება გაუცნობიერებენ მიტინგებში მოდიან და მონაწილეობენ შეცდნენ ახალგაზრდობას დერივნენ და ქვიპერი დაამტვრიეს დედალოცულიშვილო ვინც ხელმძღვანელობს ვინც ფულს უხდის ამ მავნებლობას იმას არ იცი იმას ხელს არ ახლებ არა ბიუჯეტიდან მილიონები გამოუყავენ რომ შემდგომშიც გააგრძელონ ეს უბედურება ქვეყანაში
ამისთან უპასუხისმგებლობა, ამისთან idiotic. ხალხი არ შეიძლება რომ რომელიმე სახელმწიფოს ყავდეს ხელისუფლებაში. ამდენად უხერხემლო და უპასუხისმგებლო ადამიანი დედალოცულიშვილო 12 წლის მანძილზე ახალგაზრდობა ვიღაც მავნებლებს ჩააბარე ახსოვსდელა და ეხლა რომ მოვიდნენ და გეუბნებიან რომ სისულელებს აკეთებს და უაზე მოდიო მე შეუსიეს პოლიციელები და თავი დაამტრევინე არ დაგეთანხმები არ არის მე რომ მკითხო ეს პოლიციელებიც ხო მაგრამ ბატონო ჩვენ ხო ვნახეთ და უყურებდით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ეს ყველაფერი აი ის ახალგაზრდები მათ შორის როგორ იქცეოდნენ ხო მართალია მისმინე ხო და მაგას ვიძახით შემოკარგო ეს პოლიციელები წლების მანძილზე ამ პოლიციელებს ამ მიტინგების წინააღმდეგ გამოყავდათ ეს მომიტინგების ვანდალები წლების მანძილზე დედასაგინებენ ბოლშევიკსაგინებენ გიპის ამტრევენ ადამიანებს რომლებიც კანონის დაცვაზე არიან მოწოდებულნი და ცდილობენ რომ კანონიერება დაიცვან ქვეყანაში. დიახ. აგინებენ, აფურთხებენ პედანტებს დააწვეს აპარელე პოლიციელები გასო. ხო და მე ამ მომიტინგების ეხლა ის იმ დაზარალებულების მხარდამჭერები ვიძახიან გასო პოლიციელები შედალოცულიშვილო იმ პოლიციელს რა მის ბიომეტრული მხედველობა აქვს რომ რა ქვია როცა გამოეკიდება ამ ვანდალებს რომელი მოხდება ხელში და რომელიც დაამტრეს თვიფის ის გაარჩიეს გასწ დავიგი მოსაწყო ადამიანები არიან ახალგაზრდები არიან ეს ადამიანები არიან ეს ახალგაზრდა ბიჭები არიან ეკაზო ლების მანძილზე შენ დედის გინება და თავპირისტრება ითმინა როგორი მოსათმენია ეკაზო უთხრეს მე რომ ეს ვანდალები დააპატიმრეთ ხო და ამ ვიზულებული იყვნენ რომ ფიზიკური ძალა გამოიყენებინა ეს ეხლა რომ გამოდიან ეს დღევანდელი ეს მშვიდობიანი მომიტინგეები რომლებიც გამოვიდა მაშინ იმ პოლიციელების ისე რა ქვია დასახმარებლად და რომლებმაც ქესო ახლა ვინც ვანდალიზმს დაინახავთ რომ თავრობის შესახებ ვანდალიზმი მიმდინარეობს დანარჩენი მომიტინგეები რომლებიც ერის მაყურებლად იდგნენ იქა გამოტრიალებული იყვნენ და დაბრუნებული იყვნენ სახში დეეტოებიდან ის ვანდალები ის რა ქვია პოლიციის ინაბარა ეგრე არ არის ამაში ძალიან დიდ ანაზღაურებას დიდი მადლობა ამ შემთხვევაში რამდენადაც გადახდილია გულისხრომა შეეხებოდა ხელისუფლების პოზიციებს იმ ნაწილში და იმ პერიოდში ყოველ შემთხვევაში რომ აი აქამდე მოიყვანა საქმე და ამ შემთხვევაში გასაგებია ბატონო თენგო მაგრამ მე არ დავეთანხმები ბატონს იმაში რომ თვითონ ხელისუფლებიდან ფინანსდებოდნენ ეგრე არ არის ხელისუფლებიდან არ ფინანსდებოდნენ პირდაპირ ეროსაბჭოს წარმომადგენელი გამოვიდა და 100 მილიონ ევროს მოგცემდა და თავრობა გადაბრუნება მოაწყოთ რა გადატრიალება ჩამოიშალოს თავრობაო და თავრობა რომ ხელფასუხდის მათ და იქიდან ბიუჯეტიდან გამოტანილი ფულია ეს არასწორია და ისიც მიმაჩნია არასწორად რომ ის პატარა ბავშვები რომლებიც მოლოტოვის კოქტეილს ისროდნენ კი ბატონო ძალიან მძიმეა ამის მოსმენა რომ გაუშვეს სასჯელის მოსახდელად და მათ მიუსჯიან თუმცა არ ფიქრობ რომ არასწორია გამოსასწორებელი რაღაცა იქნება ალბათ რომ ბავშვებმა გაიაზრონ ის რაც გააგეს რომ არასწორად იქცევიან მათი დატრენინგებულია დღეს 2 დღის უკან ბავშვი აგერ ნახალოკაში მიდიოდა სახლში და კუთხეში დახდნენ და დანიტკისერი გამოჭეს დღეს მიერთებული აპარატს არავინ არ არის დაცული აი სწორედ ასეთი ბავშვების მიერ ჩვენი შვილები არ იყვნენ ესე ქუჩაში დაგდებული აქედან გამომდინარე ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ ეს ბავშვები ვინც იმაზე მიდიან რომ პოლიციას ესროლონ თქვენ შვილსაც, ჩემ შვილსაც, თქვენი შვილის შვილსაც ანალოგიურად გაიმეტებს როგორც იმ პოლიციას. ამიტომ რაღაც ზომები რასაკვირველია მისაღებია. მე არ ვიძახი რაღაც ციხეში გავუშვა და 20 წელი ახინო ბავშვებს მეთქი, მაგრამ რაღაც ზომების აუცილებლად მისაღებია. კი. ალბათ გარდაუვალია. შობელი დაისაჯოს. მე ამას მივესალმები ბავშვის მაგიერ ციხეში გავუშვათ მშობელი რომ აი ეს შვილმა იცოდა თვითონ თუ დააშავეს მისი მშობელი წავა ციხეში და იქნება რაღაც ბარიერი იყოს. ის არის ალბათ ნატალია მე მახსოვს როგორ არბევდნენ მაშინ ხო ჩვენ როგორ არბევდნენ და როგორი ხორხოცი და სიხარული ქონდათ აქეთ ამ მხარეს. ატეხილი ჩვეულებრივ აი უბრალო ადამიანებს იმად გულშემატკივრებს რომ თვითონ აი მართლა მტრებად გთვლიდნენ და აი მაშინდელი აქცია ბატონო თემი. რომ არავიზე ნაკლებად გული არ მტკივა თუ დავინახავ რომ ახლა ჩემზე ბევრად პატარა პირობითად ახალგაზრდა სტუდენტი იქ რაღაც ისეთ ჩარში ეხვევა რომ ამის გამო წლებით ციხის
ციხე შეიძლება მოუწიოს გატარება. ამაში სასხარულო. მაშინდელი აქცია, რამდენი აქცია გადავიტანეთ ჩვენ? რამდენი აქცია, მაგრამ სადმე მსგავსი რამე. ჩვენი აქცია მართლა მდუმარი აქცია იყო. არავის, არაფერი, არასოდეს, არავისთვის არ უსულია. და გვარბევდნენ კი არა კლავდნენ ეს ნაცისტი ფაშისტები ესენი. მეტი დაჭერილი, მეტი პრემიაო ახალია გარეწარი და ეს რა ქვია რა გვარია ეს ნიკამელია. რო ურტყავს იმას რა ქვია ჯორბენაძეს ჯანდაცვის მინის ეს ის ნიკამელი არ არის გვარამიასთან ერთად მელია კუდაგრძელიები რო არიან ესენი გარეწარები ეს ქვეყნის მოღალატეები მე ციტრამი და რო თქვა თუ გნებავთ ზარი და შემდეგ გვექნება ბოლოს 3-4 წუთი უკვე საუბრისთვის გამარჯობათ გისმენთ მშვიდობისა დამდებშობა ახალწელსკილოთა დიდი პატივისცემით ქალაქი ბათუმი. გაიხარე. ჯეფრი საქსის თავი ინტერვიუ იყო, რომელიც გაიზიარა ილონ მასკმა, სადაც იყო მოყვანილი პრობლემები, ანუ ომი უკრაინა-რუსეთს შორის და საქართველოს საკითხით. რამდენად მიგაჩნიათ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვნად საქართველოსთვის, ანუ საქართველოს საკითხი და მეორე რაღაც ტენდენცია მოდის ჩვენთან საქართველოში ორმაგი სტანდარტების და შერჩევითი მოდის ეს არის. დიახ, აი ეს ჩვენი ახალგაზრდები რო დაიჭირეს რაღაც LGBT დროშის დაწვისთვის 6 და 10 წელი რომ მიუსაჯეს. სწორედ გვახსენე მე გადაცემაში. ელჩი რომ დაგზამდებოდა ყველა იმას აკეთებდა და დიდი გულისხმობით უყურებდა პროცესებს, სასამართლო პროცესებს და ეხლა ამ ვირუნებმა თუ ვირუშკებმა მთელი საქართველოს დედაქალაქის ცენტრი რომ კინაღამ გადაწყვეს და სემეტი ჩვენი სახელოვანი პოლიციელია დამწვარი აგენს ეფოფიალებიან და ის ახალგაზრდები ციხისთვის გადაედეს. როგორ გონიათ ეს შერჩევითი სამართალი არის რატომ ზოგისთვის კანონობს და ზოგისთვის არა. აი მაგალითად ქალბატონი ყოფილი უკვე მადამ პრეზიდენტი რას ჩადის ქვეყანა საითკენ მიყავს ომი უნდა სამოქალაქო დაპირისპირება უნდა 90-იანი წლების გამეორება უნდა ეს ქალბატონია პირდაპირ სისხლის სამართლის დამნაშავე ასე არ ფიქრობ რატომ დიდებისთვის კანონი არ კანონობს და უბრალო ხალხისთვის რატომ კანონი კანონობს რატო გაიწირა ეს ახალგაზრდები იმისთვის რომ სინდისი ნამუსი და ოჯახი წმინდა დაიცვეს და ის LGBT დროშა დაწვეს და ამიტომ მისცეს ამხელა სასჯელი და ამ ვირეშმაკებს რომელსაც თურმე თვალი ასწიებია ხელი უტკენია და ეფოფიალებიან და იმათ გამოაცხადნენ პოლიტპატიმრებად როგორ გონიათ ეს სამართლიანია თქვენი აზრი მაინტერესებს დიდი მადლობა ქალაქი ბათუმი ინგა აგირდა დიდი მადლობა ქალბატონო ინგა მადლობა ზარისთვის დიდი მადლობა ქალბატონო ინგა მე როგორც თქვენ ჩვენი ხშირი მაყურებელი ბრძანდები და მადლობა თქვენ ამისთვის ჩვენ თქვენსავით კონსერვატორი ვართ და მე ყოველთვის ვიყავი კონსერვატორების აქციაზე როცა აქცია ტარდებოდა მათ შორის იმ 5 ივლისსაც როცა ის ბიჭები დაიჭირეს მე აბსოლუტურად გეთანხმებით თქვენ და ის ბიჭები არიან იყვნენ და იქნებიან ღირსეული ქართველი საამაყო ერის შვილები და ესენი იქნებიან დასავლეთისთვის ცალფეხზე მდგომი უნამუსო ურცხვი და უფლის მაგინებელი ხალხი როგორ შეიძლება ამათი შედარება მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ვიყავით ეს ბნელების მხარე დასასჯელი და ეს ეგრევე ვთქვათ პრადვინუტი დასავლეთის ხალხი ესენი არიან ნუ შეუხებელი ეხლა პოლიციას თუ ესრულა მერე რა პიროტექნიკა თუ ესრულა მერე რა თვალში თუ მოხდა მერე რა ფეხში თუ მოხდა ეს არა უშავს ეს მათთვის მისაღებია დემოკრატია ამას მოითხოვს აი ეს არის იქ რო გადაწვეს კერძო საკუთრება და სასტუმროებში ვანდალური ქმედებები ჩაიდინეს ეს არა უშავს დემოკრატიისთვის ეს მოსულა და ამათთვის მოსულა ჩვენ შემთხვევაში თუ კი დროსაც შეეხდები მაგ გარეწრების სადაც ნახავ ნებისმიერ დროს მე დავწავ დავრიჯავ იმ გარყვნილების დროშას არ არსებობს მე მაგას გვერდი რო ჩაუვარო მაგრამ ეს მე დასჯადი ვარ და ისინი არა ისინი ახალისებულები არიან დღეს ჩვენი ახალგაზრდები არიან ევროპის დროშით შემოხვეული თუ არის 10 ქართული დროშა
300 არის ევროპული დროშა, იმის ნატოს დროშა და ევროკავშირის დროშა. 300 გალურჯებულია. ამ ცისფერებმა ეს კარგად მოიგეს ეს ცისფერის დროშა. და შემოხვეულები დადიან იმაში მგონია თავისთავად რა ქვია კომფორტში და უკვე ევროპაში გონიათ ამ იმას შემოხვეულებს ქართულ დროშას ძახს ახმევენ და თვითონ ევროპის დროშა უკვე ევროპაში გონიათ ამ გამყიდველებს თავი. ამის შემხედვარე კიდევ უარესად ისეთი სამარცხვინო ფაქტი იყო შეკრება ჰქონდათ ამ როგორ არ უნდა იყოს ეგ დახურული ბასიანის კლუბი. აი არ ვიცი პირდაპირ როგორ არ უნდა იყოს ბასიანის მეპატრონე დასჯილი. ისინი პირდაპირ ამბობენ რომ ესო პოლიტიკური იდეოლოგიური პლატფორმა არის, არც მალავენ რომ ამ საქმით არიან, ხო? კაბულკიანი, ქუსლებიანი კაცები სამარცხვინო თქვენ ისე აი გინდა მოძალად მეძახეთ, რაც გინდათ ის მეძახეთ. მე ეს რომ ნახო ის ქუსლებიანი კაცები რომ დადიან, მე არ ვიცი როგორ გამასწრებს ის რა. მანიკურებიანი ბევრჯერ იმას ბოლოს არის შემოვიყვანოთ დღევანდელ გადაცემაში ეთერში გველოდება. და ისინი იძახიან რომ თურმე ჩვენ პრეზიდენტს დაუდგებით გვერდით. კი, თქვენ უნდა დაუდგეთ და თქვენ შუაში უნდა იცეკოს თქვენ წრეში თქვენმა პრეზიდენტმა. ეს ღირსი ხარ თქვენ მეტი უკეთეს ღირსი არა ეს პრეზიდენტი. ჩვენი პრეზიდენტი ის არ არის. შემოვიყვანოთ მაყურებელი, გამარჯობათ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ? რამე ხანი მარეკინებს გესტაპო ხوارამეგა რა არის. რა ვქნათ ბატონო, ბევრი ზარი არის ეთერში როგორც თქვენს ხედავთ და აქედან გამომდინარე. აი ხლა მანდა რაც ხდება, რუსთავეზე ყველაფერი არის ოცნების ბრალით, ნუ. აქვე იმიტებს ორი პარტია გაუქმეს. Sanktsiები დაადეს, ტერორისტებად აღიარეს და ეგ ეს მაგათ კიდე აგულაეს, ნუ. გაუყალბეს არჩევნები და ეგ ნაძილები კიდე პარლამენტში შეიყვანეს. ანუ უჭერთ თქვენ ხარს პროტესტს, რომელიც მიმდინარეობს. მე მაგათა არ ვეთანხმები. აი გორივე უნდა მოშორდეს, ნაცბანდა უნდა მოშორდეს და ოცნება უნდა მოშორდეს და მოუჭდეს ეროვნული ხალხი. რა თქმა უნდა, სრულად გეთანხმებით, მეც ნამდვილად მირჩენია, რომ ჩემი მეგობრები მე ვიყო სათავეში. რები გაუკეთეს, იქარიყავით თქვენსა, რები გაუკეთეს მაგ ბიჭებსა. კი ბატონო. ყველანაირ გაუგედონე და ისაქნეს. ვინ არიან ეგრე ოცნება კიდე ჯანდაბა. დიახ ბატონო, თუმცა ამ შემთხვევაში აი დღევანდელ მოცემულობაში როგორ უყურებთ ალბათ საკითხს ეს არის სწორედ. რა თქმა უნდა, წარსულში ბევრი შეცნობა ჩვენ შეგვიძლია გავხსენოთ. დღევანდელ მოცემულობაში ეგრე დაშორდნენ მანდიდან. გასაგებია. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. დამდეგ ახალ წელიწადს გილოცავთ. ხვავი, ბარაკა, მშვიდობა, საქართველოს ტერიტორიების აღდგენა, სრული სუვერენიტეტი და ქართველების ზეიმი გვანახეთ საქართველოში რა. აი ესეთი წელი გქონოდეს, გვემღერებოდეს, ბატონი კოტე მიქაძის სიტყვებით დავამთავრებ. ქართველებო გვემღერებოდეს. და ეს ნაცბანდა სამუდამოდ ჩამოხსნილიყოს საქართველოს ტვირთიდან. სამუდამოდ რომ ქართველებმა ამოვისუნთქოთ და ეს გვარამია არ იყოს ტოპ 10-ში ამ იმით სულ გაყიდულებიდან ადამიანი რომელიც ტრაბახობს ჩემაშვილებმა ქართული არიციან, მათ არ აყავთ ქართული მეგობრებიო. რისთვის გინდათ ეგეთი ქართველი, რომელიც ამით ამაყობს? KK-ო თუ JK-ო თუ რა ქვია, ქართველი სახელები დაგილია JK დაგერქვიათ. რაც გინდა ის დაარქმო, რას ტრაბახობ, რომ ჩემშვილს ქართველი მეგობრები არ აყავს. როგორი სულ გაყიდული შენ ხარ და გძულს საქართველოს და ქართველები. აი ესე სიძულში ზის შენ შვილებს. ასეთ საქართველოს არ უსურვებ ჩემს ერს. ჩემს სამშობლოს, ჩემს საქართველოს. გილოცავ დამდეგ შობა ახალ წელიწადს, მრავალ ახალ წელს დაგასწროთ ჩემო ქართველებო, ჩემო ღვთისკურთხეულო ერო, უფალმა და ბედნიერ საქართველოში გვეცხოვროს ყველას ერთად. გემღერებოდეთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით ქალბატონნათა, მეც ვისარგებლებ შემთხვევიდან მოგილოცავთ მრავალ ახალ წელს, ალბათ არ გვექნება წელს ამ ეთერში შეყვების საშუალება, თუმცა იქით წლიდან კვლავ რა თქმა უნდა მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს, ეხლა ეს ინაუგურაცია მშვიდობიანი ჩატარდეს. და ყველა ქართველისთვის იყოს მშვიდობა. დიდი მადლობა და ნახვამდის. შეგახსენებთ რომ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიცაბჭოს წევრი ქალბატონი ნატა არღვლიანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის და ხვალამდე დაგემშვიდობებით. ხვალ ძალიან საინტერესო ეთერი გელოდებათ და შევხვდებით კვლავ 9 საათზე. დიდი მადლობა, ნახვამდის. ნახვამდის, დაგემშვიდობებით.